მოგესალმებით მეგობრებო. რთული ღამე იყო პორტუგალიისთვის სამწუხაროდ რონალდომ ვერ გავიდა შემდეგ ეტაპს. არა უშავს. ხო, და იმედია ასე ვთქვათ, გაინტერესებთ მინიმალურ ხელფასის ამბავი და გავაგრძელებთ ჩვენ ღამის ლაივებს. არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ, დაშეაროთ და ასე შემდეგ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ლაივები და ასე ვთქვათ, უფრო დიდი იყოს ალბათობა, რომ ეს ლაივები გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩემ ჭირდება 100 ლაიქი იმისთვის, რომ ლაივები გაგრძელდეს. კი, რაღაცნაირად ძალიან არადისციპლინურად მოვიქეცი, მაგრამ ამ შემთხვევაში პენალტების სერიას ვერ გამოვტოვებდი. და ამიტომ, ხო, შეიძლება დაგვარად დავაგროვოთ 100 ლაიქი, მით უმეტეს მადლობელი ვიქნები და ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა ლაივში გვიყურებს ამ შუაღამისას თითქმის 2 საათია. დიდი მადლობა წინასწარ. დავიწყოთ აბა მინიმალურ ხელფასზე საუბარი და მინიმალურ ხელფასზე საუბარი რო დავიწყოთ, მე უნდა შორიდან მივუდგე ამ საქმეს, იმიტომ რომ მთელი ისტორია მინიმალურის ხელფასის სინამდვილეში არის ძალიან პრიმიტიული და არგუმენტაცია, რომელიც არსებობს მინიმალურ ხელფასის საწინააღმდეგოდ, ჩემი აზრით ძალიან მარტივად მოსაყოლია, რა ვიცი, შეიძლება 10-15 წუთში ჩავეტიოთ, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არგუმენტაცია რაღაცნაირად არ ჭრის. ადამიანებს რო უყვები მინიმალურ ხელფასის საკითხს, ვითომ რაღაც გასაგები პრიმიტიული ლოგიკა, რომელიც, რა ვიცი, არ ითხოვს განსაკუთრებულ ინტელექტს ადამიანისგან, რომ ის გაიგოს, მაგრამ არ იგებს და არ იგებს ადამიანი და მეტიც ფაქტობრივად სოფლიო მასშტაბში თითქმის ყველა ქვეყანაში რაღაც ტიპის მინიმალური ხელფასი არსებობს და პოლიტიკურ სპექტრში არ არის ასე ვთქვათ მიუღებელი ამაზე საუბარი. ჩემი ეს ჩვეული ტყუილია, რაღაც მანიპულაცია ადამიანების უცოდინრობით თუ რაღაც სტარი წარმოდგენებით სამყაროზე და პოლიტიკოსები სტანდარტულად იტყუებიან მინიმალურ ხელფასზე, იმიტომ რომ ის ისეთი ტყუილია, რომელიც რატომაც არ დაუშვა და არ თქვა ასეთი ტყუილი. და ეს არის თავარი ამბავი. სამდროში თავარი ამბავის კი არის, როგორ ახსნა, რომ მინიმალურ ხელფასი ბოროტება, რომ ის რაღაც უმუშევრობას იწვევს და ამ შემდეგ. ეს ზუსტად ძალიან მარტივია. ამას პრინციპში მაინც ავხსნი, დარწმუნებული ვარ, მაყურებლების დიდი ნაწილი ისედაც ამ ყველაფერთან ეს ყველაფერი იცის. მაგრამ მე მინდა ავხსნა, როგორ მოხდა ისე, რომ ეს სულელური იდეა მინიმალური ხელფასის ცოცხალია, საუკუნეები შეიძლება ითქვას ცოცხალია, ყოველში დიდი ხანია, 19 საუკუნიდან და დღემდე ჩვენ ქვეყანაში მათ შორის მოიძებნება პოლიტიკოსი, რომელსაც არ შეერცხება და ამ მინიმალურ ხელფასს მოითხოვს. მე არ საუბრობ უკვე სხვა პროფკავშირების და რაღაც მემარცხენე აქტივისტებზე, რომლებიც უბრალოდ ამას სულ ითხოვენ, მაგრამ მემარცხენე აქტივისტებს კიდე ეპატიებათ ეს, იმიტომ რომ მემარცხენეობა ზოგადად ნიშნავს ეკონომიკის არცოდნას, თუ ეს რაღაც ესეთი ფსიქოლოგიური მოტივებით არის ხსნა, როგორც წინაზე ლაპარაკობდი, რომ შურის და სხვა ესეთი ბოროტი ემოციების ბრალია, მაგრამ რაც არ უნდა იყოს. ხო, ამიტომ დავიწყოთ შორიდან და რა არის თავარი ამ ისტორიაში. ჩემი აზრით მინიმალური ხელფასის ესეთი ხანგრძლივი ისტორია და სისხლის უნარიანობა, ამ იდეის სისხლის უნარიანობა იხსნება ძალიან ბუნებრივი ისტორიულად რაღაც ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროცესით თუ მოვლენით, რომელიც მარტივად რო თქვა, კავშირშია ძალაუფლების საკრალურობასთან. რა მინდა ამით თქვა? წარმოიდგინეთ, რომ ისტორიულად, ადამიანი როცა ემორჩილებოდა მეორე ადამიანს, რატომ შეიძლება დაემორჩილო მეორე ადამიანს, ხო? ჩვეულებრივ სიტუაციაში თუ არ ხარ იძულების ხერხული და ასე შემდეგ, ემორჩილები, იმიტომ რომ, შეიძლება ავტორიტეტი აქვს, იცი რომ შენზე ჭკვიანი ამ კონკრეტულ საქმეს შენზე გამოცდილი და ამიტომ მაგალითად როგორც შეიძლება თუნდაც იგივე ფეხბურთში კაპიტანად ვიღაცა აერჩიოთ, რომელიც უბრალოდ თქვენზე მეტი იცის ან წვრთნელი ყავდეთ უფრო გამოცდილი, რომელიც დაგეხმარებათ, ემორჩილებით არა, იმიტომ რომ
რაღაც ის გეშინიათ, არამედ უბრალოდ თქვენ თვითონ ხვდებით, რომ ასე თქვენთვის უკეთესია. მაგრამ ეს აფშოში არის პოლიტიკასთან. პოლიტიკურ პროცესში ჩვენ ვემორჩილებით არა იმიტომ, რომ ჩვენთვის ასე უკეთესია, იმიტომ რომ არანაირი სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია, რაღაც ციხეს ჩაგვსვამენ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ამ ყველაფრის არის ღმერთის როლი. ანუ ისტორიულად მეფეებს ემორჩილებოდნენ, იმიტომ რომ ღმერთის მიერ იყო ეს მეფე დანიშნული. ანუ ადამიანს ჯეროდა რაღაც ღმერთის მიერ ჩდებოდა ვიღაც შუამავალი, რომელიც ამბობდა, რომ მე ღმერთთან პირდაპირ კავშირი მაქვსო და ამბობდა, რომ რადგან მე ღმერთთან კავშირი მაქვს, მე დაველაპარაკე ღმერთს რაღაცნაირად პირდაპირ თვირიბად და აღმოვაჩინე, რომ აი ეს კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს თქვენი მეფე. ასე რომ თუ ღმერთის გჯერათ, დაემორჩილეთ ამ ადამიანს. ეს სხვა პრინციპი ასეთი იყო, თუმცა ფორმა ბუნებრივი უფრო სერიოზული იყო, არავინ შეიძლება ჩემნაირად მარტივად არ ლაპარაკობდა ამას, მაგრამ რაღაცა ცერემონიები იყო, რიტუალები იყო და სხვადასხვა ტიპის მითოლოგია იყო ამის ირგვლივ აწყობილი ის, რომ აი ხალხო, აი ღმერთი, აგერ ღმერთთან მოლაპარაკე ადამიანი და რასაც გვეტყვის ის ვიზეც მიგვინიშნებს ეს ადამიანი, ის არის მართველი. კეთილი ინებეთ და დაემორჩილეთ. აქედან გამომდინარე, თვითონ მართველებს გაუჩნდათ ეს საკრალური ელემენტი. ანუ ფაქტობრივად, როცა თქვენ უყურებთ მეფეს, ეს არ იყო რიგითი ადამიანი, მას რაღაც ღმერთისგან რაღაც ბოძებული რაღაც ელემენტები ჰქონდა. ну ყოველგვარ ადამიანს ეს ჯეროდათ. და ამიტომ მეფეზე ვრცელდებოდა ბევრი შეზღუდვა, რომელიც რიგით ადამიანზე ვრცელდებოდა, იმიტომ რომ ღმერთის მიერ დანიშნულ ადამიანზე ასე რაღაცას იგივე კანონებს ხარ გაავრცელებ. ამასობაში ვინ არის ღმერთი ადამიანის მითოლოგიაში რო შეხედოთ, ხო? ანუ რა რელიგიაც არ უნდა აიღოთ, საბოლოო ჯამში ღმერთი ან ღმერთები იყვნენ ისეთი რაღაც, ან ვიღაც, რომლებსაც შეეძლოთ ამ სამყაროს მართვა, ანუ ამ სამყაროს წესები და წესრიგი მათზე არ ვრცელდებოდა. ისინი მათზე უფრო ძლიერები იყვნენ, ან თვითონ აყალიბებდნენ ამ წესრიგს. მაგალითისთვის ღმერთს შეეძლო რაღაც გადაეკეთა სამყარო, წყალი გარდაექმნა ღვინოდ, მკვდარი გაეცოცხლებინა და ასე შემდეგ. ანუ ის რაც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანისთვის იყო აბსოლუტურად შეუძლებელი, ამას ღმერთები წარმატებით ასრულებდნენ. ამიტომ ადამიანის აღქმაში ღმერთის დამახასიათებელი არის რაღაც ტიპის ძალაუფლება სამყაროს. და ვინაიდან მეფე ღმერთის წარმომადგენელია, მასაც ეს საკრალურობა გადაეცემოდა. ამიტომ იგულისხმებოდა, რომ მეფეს შეუძლია თავისი ბრძანებით, თავისი ქმედებით შეცვალოს სამყარო. მაგალითად, ევროპაში საკმაოდ დიდი ხანი ითვლებოდა, რომ მეფეს აქვს უნარი განკურნოს ადამიანები და საფრანგეთის მეფეს იყო ხოლმე ლეგენდები, რომ აი რაღაც ადამიანს რაღაც დაავადება ჰქონდა, მეფე მივიდა, ხელი დაადო და ის განიკურნა. ასეთი ისტორიები უამრავია და პირიქით რაღაც პერიოდში ითვლებოდა ასავალდებლოდ კიდეც მეფესთვის, რომ მას ასეთი სასწაული გაეკეთებინა. ანუ თუ მეფეს არ შეეძლო სასწაულის ჩაედინა, ესე იგი ის არ იყო ნამდვილად ღმერთის მიერ დანიშნული და ამიტომ გასაგებია, რომ ასეთი მითები იქნებოდა, რომ ამ კონკრეტულმა მეფემ ასეთი სასწაული ჩაედინა. და აი ეს იყო მტკიცებულება, რომ მას ღმერთთან აქვს რაღაც კავშირი და ამიტომ ხალხი მას ემორჩილებოდა. რანაც უცნაური არ უნდა იყოს, სინამდვილეში ასე ვითარდებოდა მთელი ადამიანის ისტორია. მათ შორის, როცა მაგალითად რომელიღაც საზოგადოებას დაიპყრობდნენ, დაპყრობელს, მე ამტკიცებდა დაპყრობილი ადამიანებისთვის, რომ ზუსტად მასთან აქვს ახლა, მას აქვს მათ ღმერთთან კავშირი, ან ზოგჯერ თავიანთი ღმერთები მოყავდა, რომ კიდევ უფრო გაემარტივებინა საკრალურობის აღქმა და რაღაც მომენტში რომ გაავრცელებდა საკუთარ რელიგიას დაპყრობილ ტერიტორიებზე, კიდევ უფრო მარტივი იყო ხოლმე ამ ხალხის მართვა. აქედან გამომდინარე, ზოგადად მთელი ადამიანის ისტორია ეს არის, აი პოლიტიკური ისტორია ეს არის რაღაც ტიპის რიტუალების თუ პროცესების ისტორია, რომელიც თითოეული მათგანი ამტკიცებდა კავშირს ღმერთსა და კონკრეტულ მეფეს, იმპერატორს შორის. მაგრამ მე რაღაცნაირად გასაგებია, რომ საკრალურობა მხეცრულებს ცირდება, ადამიანებს მეცნიერება განვითარდა და წარმოდგენები ადამიანს შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ეს პრიმიტიული კავშირები, აი ღმერთი და აგერ ღმერთმა რაღაც ეპისკოპოსი გამოაგზავნა, ან პატრიარქი, ან რომის პაპი, ან ამ ადამიანმა რაღაც რიტუალი ჩაატარა, იგზნო, რომ აი კონკრეტულად ეს რომელიღაც თქვა
ლუდოვიკო არის მეფეს გამოგზავნილი და ამიტომ ეხა ის უნდა იყოს მეფე. ასეთი რაღაც პირდაპირ კავშირები ბუნებრივად ჩამოიშალა, მაგრამ ზოგადად პოლიტიკურ ნაწილში ღმერთი არსად არ გამქრალა, რიტუალები არსად არ გამქრალა. ღმერთის ადგილი დაიკავა ხალხმა, ხალხის ნება, ღვთისნება რო არის ეს ფრაზა, ხო? ანუ ფაქტობრივად ვირტუალური რაღაც წარმოდგენა გაჩნდა, რომ არსებობს რაღაც ხალხი, რომელიც თავის ნებას გამოხატავს. არა ზოგადად ხალხი არ არსებობს, არსებობენ ინდივიდები, რომლებიც თავის ნებას შეიძლება გამოხატავენ, მაგრამ ინდივიდუალური ნებაა და არა ხალხის ნება როგორც ასეთი. და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არჩევნებს რო დავდივართ, მაგალითად უამრავი სხვა პოზიცია არსებობს და ეს არ შეიძლება გააერთიანო და ერთიანი ხალხის ნება დაარქვა. მაგრამ ამ ხალხის ნების, რადგან ხალხს ჯერა რომ არსებობს ეს რაღაც ხალხის ნება, არსებობს რიტუალები, რომელიც ამ ხალხის ნებას გამოავლენს და რიტუალის შემსრულებლები, ჩვენ შემთხვევაში ცესკო მაგალითად. ანუ ცესკო ატარებს რიტუალს არჩევნების სახით, არჩევნებს ეძახით ამ რიტუალს და ხალხს ჯერა რომ აი ეს რიტუალი რაღაც წესით თუ ჩატარდა, რაღაც სწორი წესით თუ ჩატარდა, ის გამოავლენს ხალხის ნებას და ეს იმდენად საკრალურია ხა ჩვენ აღქმაში, რომ ჩვენ ვემორჩილებით იმ მართლს, რომელსაც ხალხი დანიშნავს. ანუ რას გულისხმობ, რომ მაგალითად იგულისხმება, რომ აი ხალხის ნება არის უმრავლესობის ნება. უმეტესწილად ეს არის უმრავლესობის ნება, ბუნებრივად, იმიტომ რომ მაგალითად 70% თუ მოვიდა არჩევნებზე და ამათი 50% მისცა რომელიღაც პარტიას დაუჭერა მხარი, გამოვა რომ ქვეყანას მართავს პარტია, რომელსაც აქვს 35%-იანი მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე ეს ვერ იქნება, ასე ვთქვათ, ხალხის ნებასრული ამგაგებით, მაგრამ ადამიანების რწმენაში არის რაღაც წარმოდგენები, რომ თუ რიტუალი სწორად ჩატარდა, მაშინ ის 35%-იც ხალხის ნებაა საბოლოო ჯამში და არა მხოლოდ 35%. ამიტომ რამდენად უცნაურად უნდა ჟღერდეს დემოკრატიამ და დემოკრატიულ პროცედურებმა ჩაათმასლეს მთლიანად ის ღმერთის ლეგიტიმაცია, რომელიც ზოგადად პოლიტიკურ პროცესს თან ახლდა საუკუნეების მანძილზე. მაგრამ აი ეს წარმოდგენები ღმერთზე და მეფეებზე, რომელსაც ღმერთთან პირდაპირ კავშირი ჰქონდათ, რომელიც იყო სამდროში არსად არ გაქრა და დღემდე მიჩნეული ადამიანებს შორის, რომ მთავრობებს, ანუ ლეგიტიმურ მთავრობებს, ანუ მთავრობებს, რომელიც სწორად შეასრულეს პროცედურები და ამ პროცედურების შედეგად იყვნენ არჩეული, ამ მთავრობებს აქვთ უნარი შეცვალონ სამყარო. ის უნარი, რომელიც რიგით ადამიანს არ გააჩნია. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ცხოვრობს, ის უყურებს პრემიერ-მინისტრს მაგალითად და მის თავში ის არის რიგითი ადამიანი. მის თავში ეს არის რაღაც სპეციფიკური ადამიანი, რომელსაც გააჩნია სპეციფიკური უნარი, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს არ გააჩნია. ამიტომ თუ პრემიერ-მინისტრი რაღაცას იზამს, მას შეუძლია შეცვალოს ის, რაც რიგითი ადამიანისთვის შეუძლებელია. მაგალითისთვის, ზოგ ადამიანს სამში მოვლინა, გონია რომ თუ რაღაც ტიპის ქცევა ცუდია და აიგრძალება, ამით პრობლემა მოგვარდება. მაგალითად, თუ ჩვენ ავგზავნავთ, თქვათ, ნარკოტიკების გამოყენებას, ხალხი არ გამოიყენებს ნარკოტიკს. და თუ ნარკოტიკების გამოყენება არ იქნება აკრძალული, მაშინ ხალხი ამ ნარკოტიკს გამოიყენებს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეს არ იყოს პოლიტიკის საკითხი და წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ ჩვენ ოჯახში საუბრობდეთ და მე ვთქვა, რომ მე უთხრა მაგალითად ჩემს შულს, რომ მეტი რაღაც არ დალიო კოკა-კოლაო. თქვენი აზრით ჩემი ახლობლები იფიქრებენ, რომ ისეთი საკრალური ძალაუფლება მაქვს ოჯახში, რომ ჩემს შულს აზრადაც არ მოვა კოკა-კოლა დალიოს. თუ იმაზე უფრო იფიქრებენ, რომ შეიძლება სახლში არ დალიოს, მაგრამ მაგალითად მეგობრებთან დალიოს უფრო მეტი, იმიტომ რომ რაღაც სხვა გამოსავალს იპოვის. ანუ სამდროში ჩვეულებრივ ცხოვრებაში, რიგითი ადამიანი ასეთ ტიპის აკრძალვებს საკმაოდ კრიტიკულად უყურებს და ეს მისი გასაკეთებელი რო იყოს, ის მიხვდება, რომ ასეთი მიზეშედეგობრივი კავშირები არ მუშაობს მარტივად. აკრძალე და რომ ამით ყველაფერი მთავრდება. ყველას გვესმის, რომ რაღაცას რო აკრძალავ, ეს არ ნიშნავს, რომ მე შენ არ ეცდები მაინც შენთვის ასრულების შედეგი ამ აკრძალვის მიუხედავად მიიღო. სხვა თუ არაფერი კონტრაქტები არსებობს და ყველას გვესმის, რომ კონტრაქტში რაღაც წერია, ეს არ ნიშნავს, რომ მე მაინდა-მაინც ზედმიწევნით ამას შევასრულებ, პირიქით შეიძლება ვიპოვო ხვრელი ამ კონტრაქტში და ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო ეს კონტრაქტი. ეს ხო ყველას გვესმის, მაგრამ როგორც კი საუბარი მიდის პრემიერ-მინისტრებზე, არის ხოლმე აღქმა, რომ
აი ის პრეზიდენტი იქნება, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ პარლამენტარი იქნება, ის რაღაც სპეციფიკური ადამიანია, ის არის რიგითი ადამიანი, მას რაღაც განსაკუთრებული უნარები, ნიჭი, ცოდნა გააჩნია. მიუხედავად იმისა, შეიძლება ამ ადამიანს ცუდი წარმოდგენა ჰქონდეს, მაგრამ ის რაღაც საკრალურობის მატარებელია. მათ შორის იმიტომ რომ წმინდა ხალხმა სწორი რიტუალით გადასცა მას ეს ძალაუფლება. ამიტომ მას ბუნებრივად გააჩნია უნარი გააკეთოს ის, რაც რიგით ადამიანს არ შეუძლია. ამიტომ თუ მაგალითად ჩვეულებრივ ლოგიკის დონეზე მინიმალური ხელფასის დაწესება შეიძლება აუხსნაროს სრული სიგიჟეა და გამოიწვევს უმუშევრობას, სამსახურის დაკარგვას, კონკრეტული ადამიანების და ღარიბების გაყარიბებას, როგორც კი ამ მინიმალური ხელფასის დაწესებაში ემატება ეს საკრალური წარმოდგენა ძალაუფლებაზე, მაშინვე ადამიანს ეს ავიწყდება და მას გონია რომ აი პრემიერ-მინისტრი თუ ამას იზამს, მაშინ ეს იმუშავებს. იმიტომ რომ არსებობს რაღაც მისთვის უცნობი გარემოებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან დაახლოებულ ადამიანებს, ამ შემთხვევაში ხალხთან დაახლოებულ ადამიანებს შეუძლია ასე ვთქვათ, გააცნობიერონ და ამიტომ ისინი შეძლებენ ამას. და საბოლოო ჯამში ეს სისტემა იმუშავებს. მე ხა თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ მე რაღაცნაირად ან დავცინი ან რაღაც უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ სინამდვილეში თუ დაფიქრდებით, მთელი ჩვენი პოლიტიკა ამით არის გაჟღენთილი ამ რწმენით. იმიტომ რომ მუდმივად ადამიანების თხოვენ ვიღაც ვირტუალურ მთავრობას, ხელისუფლებას, რაღაც ისეთ სიკეთეებს, რომელიც უბრალოდ რო აუხსნა, რომ იცი, აი მაგალითად, საიდან მოიტანოს ფინანსთა მინისტრმა ფული რომ შენ ფერმერს დაგეხმაროს. აი რო კითხო, რომ მართლა გულწრფელად ჩაეძიო, ის რა თქმა უნდა მიხვდება, რომ ეს ფული ვიღაც მეზობელს უნდა წაართვას ირიბად, მაგრამ თუ მაინდა-მაინც თავზე არ დაადგები და ტვინს არ გაუბურღავ, ის მაინც რაღაცნაირად გულის სიღრმეში ფიქრობს, რომ იქ რაღაც სისტემაა, რომელიც მის უცნობია და ეს ფული სადღაც საიდანღაც ჩდება. და ეს არის მისი მეზობლის ფული, რომელსაც მეზობელს წაართმევენ და მას გადაუხდიან სუბსიდიის სახით. და ამ რწმენით ამართლებს თავისივე ქმედებებს, თავისივე მოთხოვნებს და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ მაგალითად რთველი სუბსიდირებას, რომელიც ამორალური იქნებოდა და ყველა დაგვეთანხმებოდა, რომ ამორალურია, იმიტომ რომ არც ერთ ახალ ფერმერს არ მოუნდება, რომ მის მეზობელს წაავართვათ ფული და მისცეთ მას. ანუ პირდაპირ ეს რო გავაკეთოთ, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ იარაღით შეუვარდით მეზობელს, წავარდით ფული და დავასუბსიდირებთ მისი რთველი, ის რა თქმა უნდა იქნება აღშფოთებული. და არა მარტო მისი მეზობელი, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ იარაღით შეუვარდით, მაგალითად, რა ვიცი, რაჭაში ვიღაც ადამიანს ან სამეგრელოში და მე ეს ფული პირდაპირ ლაივში ავიღეთ, გადმოვიტანეთ, თქვა თავის ზუგდიდიდან, ჩავიტანეთ გურჯაანში და მივეცით, უთხრეთ, აი იმ კაცს წავართვით და მოგიტანეო. დარწმუნებული ვარ, ახალ ფერმერს ეს არ მოეწონება. დარწმუნებული ვარ ჩვეულებრივი დისკუსიის დროს შეიძლება აუხსნა კიდეს რომ მთავრობა ზუსტად ამას აკეთებს, მაგრამ სანამ ეს ასე თქვა ძალიან დამიწებული და ძალიან ბევრი არ იქნება ამაზე დახარჯული ახსნა განმარტებაზე, ადამიანს გჯერა რომ ეს საიდანღაც სასწაულებრივ ჩდება ეს ფული და იმიტომ ჩდება რომ ეს მთავრობა და მთავრობას ბუნებრივი აქვს ამის საკრალური უნარები მიაღწიოს იმას რომ დაასუბსიდიროს რთველი და ამით დაეხმაროს ფერმერს ისე რომ ქვეყანაში არავინ არ დაზარალდება. დაახლოებით და აი ეს უცნაური წარმოდგენები არის მიზეზი, რატომ მინიმალური ხელფასის ისტორია თუ მითი არსებობს, იმიტომ რომ რა არის მინიმალური ხელფასი? წარმოვიდგინეთ, ზოგადად ხელფასი რა არის? ხო, ეს არის ორი დასული ადამიანის შორის გარიგება, როცა ერთი ადამიანი ყიდის მომსახურებას, რაღაც ტიპის მაგალითად მე ვიქნები ქარხანაში, რაღაც ღილაკებს დავაჭერ. დღეში 8 საათი, კვირაში თქვა 5 დღე. ეს მე გავყიდე ეს ჩემი მომსახურება. სანაცვლოდ მეორეს დასული ადამიანი მეუბნება რომ მე შენ გადაგიხდი თქვა თვეში 1000 ლარს. აქეთ 1000 ლარი, აქეთ რაღაც ღილაკების დაჭერა, ყველა ბედნიერია დავშორდით. რა მოხდება? რა არის მინიმალური ხელფასი? მინიმალური ხელფასი არის სიტუაცია, როცა ვიღაც სხვა ადამიანი უყურებს ამ ჩვენ გარიგებას და ამბობს რომ არის რაღაც ტიპის ხელფასი, რომელზე იაფად არ შეიძლება შრომა გაიყიდოს. Ну აი ჩვენ მაგალითად რო ავიღოთ, თუ ეს მინიმალური ხელფასი ძალიან დაბალია, მაგალითად თუ მინიმალური ხელფასი ჩვენ მაგალითად იქნება 100 ლარი, ბუნებრივია მას არავინ არ მიაქცევს ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენი დასაქმებული 1000 ლარად მუშაობს ქარხანაში. მაგრამ მინიმალური ხელფასი თუ რამე შინაარსი გააჩნია, ის უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ადამიანები მანამდე თანხმდებოდნენ. ანუ წარმოიდგინეთ რომ ბიზნესმენი
თანხდება ვიღაც ადამიანთან, რომ ის 1000 ლარად იმუშავებს. მოდის ბიუროკრატია და ეუბნება, არა, ეს არის სწორი გარიგება, უნდა იყოს 2000 ლარი. რა მოსაოდნელი შედეგი აქვს ამ ყველაფერს? ბუნებრივია თუ ბიზნესმენს, რამდენი შემთხვევა უნდა განვიხილოთ. ყველაზე მარტივი ამბავი არის, რომ ბიზნესმენი შეხედავს ამ ყველაფერს და უბრალოდ ამ ადამიანთან აღარ გააფორმებს კონტრაქტს. ან თუ კონტრაქტი გაფორმებული ქონდა, გაუშვებს სამსახურიდან. რატომ? იმიტომ რომ იდეაში თუ ბიზნესმენს ქონდა მზაობა გადაეხადა 2000 ლარი, ჩდება კითხვა, რატომ თვითონ ეს დასაქმებული არ ევაჭრა მას. და აქ ორი გამოსავალი არსებობს. პირველი, დასაქმებულს არ ქონდა ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ მეტი სხვა არანაირი სამსახური არ ქონდა. და მეორე, მას ქონდა შესაძლებლობა, იყო ბევრი სხვა ალტერნატივა, მაგრამ არავინ არ დააფასა მისი შრომა 1000 ლარზე მეტ. ეხლა, პირველ შემთხვევაში რთულად წარმოსადგენია იყოს სიტუაცია, როცა ადამიანს მხოლოდ ერთი სამსახური აქვს ქვეყანაში, თუ რა თქმა უნდა ეს არის იძულების ხვეპლი. საბჭოთა კავშირში ასე მარტივად იყო ხოლმე, რომ სოფელში ცხოვრობ, იქ მუშაობ და რომც მოგინდეს, სოფლიდან წასვლის უფლებაც კი არ გაქვს. პასპორტებსაც კი არ აძლევდნენ, ან ჩაწერის ინსტიტუცია არსებობდა და ასე შემდეგ. ამიტომ გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო, რომ შემთხვევით სოფელი არ დაეტოვა მაგალითად გლეხს. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანს მხოლოდ ერთი დასაქმების ადგილი აქვს, შეიძლება რა თქმა უნდა მას უფრო ნაკლები გადაუხადო, ვიდრე თეორიულად უღირს დამსაქმებელს, მაგრამ ეს რაღაც მონობისნაირი სახეობა და არაფერში არის საბაზრო ეკონომიკასთან და თუ სადმე რამე ამდაგვარი შეზღუდვები არსებობს, საკმაოდ ეს შეზღუდვები მოხსნათ, რომ კონკურენცია აღმოჩნდეს დამსაქმებლებს შორის და ბუნებრივია თუ ადამიანის შრომა იმდიან კვალიფიციურია, რომ ვიღაცა მზად არის 2000 გადაუხადოს, ის არ დასაქმდება ადამიანთან 1000 ლარად. ეხლა მეორე შემთხვევა, რომელიც უფრო ბუნებრივია, ხო? ადამიანის შრომა არავინ არ აფასებს 1000 ლარზე მეტ. ამიტომაც მან არ დაიწყო, იმიტომ რომ თუ ერთ ქარხანაში მთავაზობენ 1500 ლარს და მეორეში 1000 ლარს, მე ხო სულელი უნდა ვიყო, რომ 1000 ლარად ვიმუშაო. გამოდის, რომ 1500 ლარად ვინც 1500 ლარს არავინ არ მთავაზობს და ამიტომ იძულებული ვარ 1000 ლარად ვიმუშაო. ანუ სიამდვილეში რატომ არ იხდის დამსაქმებელი უფრო მეტ ფულს ამ შრომაში? იმიტომ რომ არავინ ამ სამყაროში არ აფასებს ამ კონკრეტული ადამიანის შრომას 1000 ლარზე უფრო ძვირად. აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული დამსაქმებელი არის ამ ადამიანის ყველაზე კარგი დამსაქმებელი, ის მას ყველაზე მეტ ხელფას უხდის. თორემ მე ყველაზე მეტ ხელფას რო არ უხდიდეს, ის წავიდოდა სხვა კომპანიაში. ზუსტად ამ ყველაზე კარგ დამსაქმებელთან მოდის ბიუროკრატია და ამბობს, რომ შენ ცუდი დამსაქმებელი ხარ, შენ უნდა უფრო მაღალი ხელფასი გადაუხადო. ამიტომ, პირველი რაც ხდება, ხო, რა არის მინიმალური ხელფასი ამ შემთხვევაში? ეს არის რაღაც ამორალური ნაბიჯი, დასჯა საუკეთესო დამსაქმებლის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ხელფასი შემოგთავაზათ, იმ ადამიანს ვაიძულებთ მის მოგებაზე უარი თქვას, ან მის მოგების ნაწილზე უარი თქვას, თქვენ სასარგებლოდ. თან ისე რომ თქვენ მან ყველაზე მეტად დაგაფასა. ანუ თქვენთვის მას ცუდი არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით, დანარჩენ სამყარო არ გაფასებთ და ეს ყველაზე მეტად გაფასებთ და ზუსტად ამას აიძულებთ, რომ მეტი ფული გადაგიხადოთ. მაგრამ ეს ადამიანიც ხო ადეკვატური ადამიანია. თქვენ რო აიძულებთ მას, რომ 2000 ლარი გადაუხადოს 1000-ის ნაცვლად, მას უჩნდება უამრავი ალტერნატივები. მაგალითად, თქვენნაირი კიდე ერთი თანამშრომელი თუ ყავს, ერთ-ერთი გაუშვა სამსახურიდან და მეორე შესთავაზოს 2000 ლარი, ოღონდ ორჯერ მეტი ამუშაოს. ან მაგალითად, რა ვიცი, 4-დან 2 გაუშვას და რაღაც ერთი პროპორცია გააკეთოს. შეიძლება უბრალოდ გაუშვა სამსახურიდან და რაღაც ტიპის სერვისი აღარ მიაწოდოს საკუთარ მომხმარებელს. შეიძლება და ყველაზე გავრცელებული ჩვენ დროს ეს არის ჩაანაცვლოს თანამშრომელი სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიით, როგორც მაგალითად მინიმალური ხელფასის ზრდა გამოიწვია ავტომატიზირებული სალაროს აპარატების დანერგვა. ჩვენ მაგდონალდში რასაც ხედავთ, ეს არის ზუსტად ამერიკაში, კალიფორნიაში და სხვა შტატებში მინიმალური ხელფასის ზრდის შედეგად მაგდონალდსმა უბრალოდ თანამშრომლები გაუშვა და ჩაანაცვლა ესეთი აპარატებით. უამრავი ასეთი მაგალითი არსებობს და საბოლოოში ყველა მთავრდება იმით, რომ სტანდარტულად დამსაქმებელი
პრიორიტეტს აინჭებს თანამშრომლის სამსახურიდან გაუშვას, ან გაუშვას ნაწილობრივ და საბოლოო ჯამში ამით აანაზღაუროს ის, რომ მას აიძულებენ მეტი ხელფასი გადაიხადონ. არანაირი სხვა მოტივი დასაქმებელს არ ექნება, ანუ არც ერთი დასაქმებელი საღაზე ყოფი არ დაიწყებს მეტი ადამიანის დაქირავებას. ანუ წარმოიდგინოთ, რომ თქვენ ხართ რაღაცას ყიდულობთ, თქვენ ყიდულობთ პურს 5 ლარად და ვიღაცამ გითხრათ, რომ ეხლა ღირს 10 ლარიო და თქვენ მეტი პური იყიდოთ, ეს ხო აბსურდი იქნება. ზუსტად იგივეა შრომის ბაზარიც. დასაქმებელი ყიდულობს ადამიანების შრომას და თუ ის ყიდულობდა 1000 ლარად და ეხლა ვიღაცამ ხელოვნურად გაუძვირა 2000 ლარამდე, აბსურდი იქნება დაუშვა, რომ ის მეც დაიქირავებს. ანუ ყველაზე კარგ შემთხვევაში დასაქმებულების რაოდენობა არ შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ კითხვა ჩდება თუ ბიზნესმენს უღირდა ამ ადამიანის შრომა 200 ლარისთვის, რატომ არ მოიძებნა არც ერთი სხვა ბიზნესმენი ამ სამყაროში, ვინც მანამდე რეგულაციამდე თუნდაც ოდნავ მეტ 100 ლარს მაინც შესთავაზებდა. ამიტომ ასეთი შემთხვევები შეიძლება თეორიულად წარმოსადგენიან, მაგრამ პრაქტიკაში ფაქტობრივად არსად არ გხდება. ანუ ასეთი მაგალითები არსებობს, რომ მინიმალური ხელფასის შემოღებამ რაღაცნაირად რაიმე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა არ იქონია დასაქმებაზე. მაგრამ ყველაზე გავრცელებული ამბავია, რომ ის უბრალოდ მინიმალური ხელფასის დაწესება გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას. ეხლა კითხვა, ვისი უმუშევრობა იზრდება ამ შემთხვევაში? გასაგებია, რომ მინიმალური ხელფასი თქვათ, რომ დავაწესოთ ჩვენ ქვეყანაში 500 ლარი, ეს არ შეეხება რომელიღაც პროგრამის, რომელსაც 10000 ლარი აქვს თვეში. ეს არ შეეხება მარკეტერს, რომელსაც 5000 ლარი აქვს თვეში. ეს არ შეეხება გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც შეიძლება 2000 ლარი ჰქონდეს თვეში. მაგრამ ეს შეეხება ყველაზე დაბალ ანაზღაურებად ადამიანებს. ამ სინამდვილეში მინიმალური ხელფასი არის ყველაზე ღარიბი ადამიანების სამსახურის გარეშე დატოვების ინსტრუმენტი. რომელიც მე ისინი შემოჯდნენ სხვადასხვა ტიპის სოციალურ პროგრამებზე, დახმარების პროგრამებზე, სხვა ტიპის პროფკავშირების მეშვეობით დაიწყონ ლობირება, სხვადასხვა შეზღუდვების და ამით იყვნენ ჩართული ამ კონტროლის მექანიზმზე, მათ შორის პროფკავშირების ერთ-ერთი ასეთი თავრობის მხრიდან ადამიანების კონტროლის მექანიზმია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სინამდვილეში მინიმალური ხელფასი უბრალოდ აღარიბებს ყველაზე ღარიბ ადამიანებს, ხოლო ბიზნესმენებს შესაძლებლობას უკარგავს რაღაც ტიპის შედარებით დაბალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ თვითონაც გამდიდრდეს ამით, მომხარებელსაც უკეთესი პროდუქტის მიაწოდოს ამ მომსახურება და რაც თავარია ყველაზე ღარიბ ადამიანებს და ნაკლებად კვალიფიცირებულ ადამიანებს მისცეს შესაძლებლობა უფრო სიღარიბიდან გამოვიდეს და რაღაც ტიპის სამსახური იპოვოს. და ყველაზე ტრივიალური კონტრარგუმენტი, რომელიც ჩვენ ჯგუფებში ხშირად არის ხოლმე, რომ მაგალითად ადამიანი შემოდის, რაღაცა მოისმინა, რაღაც სოციალისტური რაღაც მორიგი ტყუილი, დაიჯერა ამ ყველაფრის და გონია რომ ეხლა მთავრობა რომ დააწესეს მინიმალურ ხელფასს ვთქვათ 500 ლარს, ბიზნესმენები გაიქცევიან და 500 ლარს გადაუხდიან თანამშრომლებს. და ნუ ბუნებრივად ვიღაცა უწეს კომენტარში მეც დამიწერია არაერთხელ რომ რა 500 ლარი მოდით ავიღოთ 5000 ლარი გადავიხადოთ მინიმალურ ხელფასი. თუ ასე მუშაობს სისტემა, რატომაც არა? და ამ სიტუაციაში ადამიანს თქმა უნდა ხვდება, რომ 5000 ლარი არ იმუშავებს და 5000 ლარს არავინ არ გადაუხდის ყველას, მაგრამ პასუხი ხოლმე ამ შემთხვევაში დაახლოებით იგივეა, რაც აი მეფემ რაღაც ჩაიდინა სასწაული ვიღაც ადამიანი განკურნა და ჩვენ ვეუბნით, მოდით ახლა წყალი ღვინო დაქციოსო და ადამიანი მეტყვის, კაი ეს ხო ღმერთი არის, ხო ღმერთის წარმომადგენელი არის, ამიტომ მას დიდი სასწაულების გაკეთება არ შეუძლია, ხო პატარ-პატარა სასწაულებიო. დაახლოებით ასეთი რეაქცია. კი, ეხლა გასაგებია 5000 ლარი არ იმუშავებს, მაგრამ აი 5000 ლარი ხო იმუშავებს. არ და ლოგიკა ხო ერთ და იგივეა. თუ 5000 არ მუშაობს, 500 არ იმუშავებს. უბრალოდ მასშტაბი იქნება, ხო, განსხვავებული. 5000 ძალიან ბევრ შემთხვევაში არ იმუშავებს, ბევრ ადამიანს დააკარგნებს სამსახურს და ძალიან დაგვაზარალებს. 500 ლარი ნაკლებ ადამიანზე აისახება და ნაკლებად დაგვაზარალებს, მაგრამ თუ პრინციპი გასაგებია, ის პრინციპი ხო არ გაქრება, ის მუშაობს როგორც 5000 ლარის შემთხვევაში, ისევე 500-ის, მაგრამ ადამიანს რაღაც ტიპის გზნობა აქვს, რომ აი პატარა სასწაული პრემიერ-მინისტრს შეიძლება ჩაიდინოს და ამიტომ აი ამ პატარა სასწაულის იმედი აქვს. თუმცა ხვდება რომ ეხლა თქმა უნდა თად ღმერთი რო იყოს, ის ალბათ 5000 ლარსაც დააწესებდა, მაგრამ თად ღმერთი არ არის. ამიტომ მოდი ცადოთ და იქნებ 500 ლარიანი პენსია კი არა, მინიმალური ხელფასი მაინც გამოვიდეს. ეს არის მთელი დისკუსიის საფუძველი. და ერთადერთი რაც ამ დისკუსიას ეს ვთქვათ, როგორ ვთქვათ, მთლად აი უშინაარსო საუბრიდან გადაყავს ვითომ არგუმენტირებულად, ეს არის აი ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსები, უკვე აი სინდისი რო მთლიანად დაკარგული აქვს,
ამოქეკავენ რაღაც აკადემიურ სტატიას და იტყვიან რომ აი კონკრეტულად ამ რაღაც მეცნიერმა ნობელის ლაურეატს კი ამოქეკა მინიმუმ 2 შეიძლება ასეთი თუ არ მეშლება ვიპოვოთ, რომელსაც ექნება რაღაც ტიპის ნაშრომი, სადაც წერია რომ მინიმალური ხელფასის დაწესებამ გამოიწვია დასაქმების ზრდა. და იტყვის რომ აიო მეცნიერები ამას ამბობენ და ამ შემთხვევაში ადამიანები რომლებიც ისედაც მოტყუებულები არიან, ისედაც არ ესმით როგორ ეს მუშაობს, ისედაც რაღაც სრულწმენები აქვს ხელისუფლებაზე და პოლიტიკაზე და გონიათ რომ პრემიერ-მინისტრები და დეპუტატები ცოტას და წმინდანები არიან და ყოველ შემთხვევაში წმინდანები თუ არიან, სასწაულის გაკეთება შეუძლიათ, იმიტომ რომ სწორი რიტუალით არჩეული ხალხია. ამ ადამიანებს კიდე სხვა ტიპის საკრალურობას უმატებენ, რომ აი მეცნიერებმა თქვეს, რომ მეცნიერება ეს ცალკე საკრალურობის ელემენტია, რომ მეცნიერმა თუ თქვა, ესე იგი ეს რაღაც ამის უკან არის და უნდა უკვე დაუჯერო. და ბუნებრივი არც ერთი ახლა ამორჩეული, როცა ამას უყურებს, არ დაიწყებს ამ სტატიების ამოქექვას, გარჩევას, იმიტომ რომ თუ ამდენი კრიტიკული აზროვნების უნარი გაეშნე, ის ისეაც მიხვდება, რომ მინიმალური ხელფასის სისულელია. და გამოვა რომ პოლიტიკოსი, ანუ ვიღაც საკრალური ტიპი ამ რაღაცას იტყვის, მერე მეცნიერების საკრალურობას დაიმატებს და ძალიან ხშირად წარმატებით ატყუებენ ადამიანებს. მე მომყვეთ მაგალის ერთ-ერთი სტატიის, ანუ რა არის სიამდვილის სტატიებში რა წერია. მაგალითად, ერთ-ერთი არის კარდი გვარი ადამიანის ეკონომისტის, რომელმაც დაწერა სტატია, ნობელის ლაურეატია. დაწერა სტატია, რომელიღაც შტატში ამერიკის შეადარა რამდენიმე შტატი და თქვა, რომ ამ შტატშიო მინიმალური ხელფასი გაიზარდაო, მაგრამ მიუხედავად ამისა, დასაქმებაც გაიზარდაო. მაგრამ, ასეთი დაკვირვებები მარტო მის სტატიაში არის, ზოგან ძალიან ბევრია. და ძალიან მარტივი არის. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ახლა ლამის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რაღაც 9-10% გვაქვს წლიური. ამ ჩვენ რეალობაში ახლა მინიმალური ხელფასი რო გაიზარდოს, თქვათ, ახლა ძალიან პატარა მინიმალური ხელფასი გვაქვს საბედნიერო, თქვათ, რა ვიცი, 30 ლარი და გავხადოთ 100 ლარი. არაფერი არ შეიძლება. შეიძლება ვიღაც ადამიანი, ვინც თვეში 100 ლარზე ნაკლებ სუხდიან სამსახური დაკარგოს ამის გამო, მაგრამ ალბათ ასეთი ადამიანები ბევრი არ არის. და დაკვირვება როგორი იქნება, რომ მინიმალური ხელფასი გაიზარდა და დასაქმებაც გაიზარდა. დასაქმება გაიზარდა, იმიტომ რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, არა იმიტომ რომ მინიმალური ხელფასი გაიზარდა. ან კიდე ერთი გავრცელებული ამბავი ჰაიეკს აქვს თავისუფლების კონსტიტუციაში ეს აღწერილი. მაგალითად, პროფკავშირები ითხოვენ ხელფასის ზრდას და დაუშვათ მთავრობამ ამაზე საპასუხოდ მინიმალური ხელფასი გაზარდა. რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამას? სიამდვილეში არის ესეთი ჯაჭვი გადაწყვეტილებების, პოლიტიკური გადაწყვეტილებების, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს ამომრჩევის მოსასყიდად. ეს მუშაობს დაახლოებით ასე. მე დავაწესებ მინიმალურ ხელფასს, გაუნათლებელი ამომრჩეველი მოტყუდება, ბედნიერი იქნება და იფიქრებს, რომ აგერ მინიმალური ხელფასი დაწესდაო. მეორე მხარეს კი მყავს კომპანიები, რომლებიც თავის ინტერესებს ლობირებენ. ამიტომ ეს რო ეს ყველაფერი არ მოხდეს, ანუ არ დაისახოს ნეგატიურად კომპანიებზე, ხდება ფულის ემისია და ამ ხელფასის გაუფასურება. ანუ სიამდვილეში ვინაიდან საბაგო სისტემა და ჩვენ ამაზე წინას ვილაპარაკეთ, ზოგადად ისე აწყობილი, რომ ინფლაციური ეკონომიკაში ვცხოვრობთ, ნებისმიერი მინიმალური ხელფასი როგორც არ უნდა დღეს დავაწესოთ, რაღაც მომენტში გაუფასურდება. ყოველ თვე ფასების დასთან ერთად ის უფრო ნაკლები და ნაკლები იქნება. მეორე მხრივ ინფლაციით პირველ რიგში ხეირობს დამსაქმებელი, იმიტომ რომ ის ზის ფასებს თავის პროდუქციაზე. და ხელფასები რაღაც პერიოდი ყოველთვის ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე ინფლაცია ყოველთვის არის სასარგებლო დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხარჯზე. და თქვათ, სანამ თქვენი ხელფასი გაიზრდება და მოგიწევთ რაღაც თხოვნები, მოლაპარაკებები და შემდეგ შეიძლება გავიდეს 1, 2, 3 წელი, მაგრამ ამ 1, 2, 3 წლის მანძილზე კომპანია 5-ჯერ და 10-ჯერ გაძის ფასებს თავის პროდუქციაზე. ამიტომ ინფლაცია ზოგადად დამსაქმებლის სუბსიდირებაა, მათ შორის დასაქმებულის ხარჯზე. და იმის ნაცვლად, რომ სოციალისტებმა ეკონომიკა რო იცოდნენ სიამდვილეში, ისინი რასაც მოითხოვდნენ პირველ რიგში ინფლაციის შემცირებას. მათ შორის ამ მოტივებიდან გამომდინარე და ბევრი სხვა მოტივებიდან, მაგრამ აი ამ მოტივებიდანაც გამომდინარე. მაგრამ ისინი ამას ვერ ხედავენ და ითხოვენ მინიმალურ ხელფასს. მინიმალური ხელფასი და თუ პოლიტიკოსი ხედავს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებით შეიძლება არჩევნები მოიგოს, ის ერთი მხრივ რომ არ დააზარალოს მაგალითად ის კომპანიები, რომელიც მისი მხარდამჭერები არიან და ამფინანსებლები არიან, ანუ უბრალოდ შეიძლება ზოგადად ესმის ეკონომიკის ამბავი, მაგრამ თაც კეთილსინდისტრია არის
ის დაიწყებს დაეთანხმება მინიმალური ხელფასის დაწესებას, ოღონდ სანაცვლოდ გაზრდის ინფლაციას და საბოლოო ჯამში გაუფასურებს ამ მინიმალურ ხელფასს. ასეთი შემთხვევებიც იყო. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მრავალფეროვანი პროცესი მინიმალური ხელფასის ზრდის თუ დაწესების, მაგრამ თუ თქვენ არ შეხედავთ ეკონომიკას მთლიანად, ვიღაცამ შეიძლება დაინახოთ, რომ რომელიღაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასი დააწესეს და უმუშევრობა არ გაიზარდა. ან ვიღაცაც დააწესეს კიდეც და გაიზარდა დასაქმებაც. მაგრამ როგორც კი თქვენ ამას კომპლექსურად შეხედავთ, ბუნებრივია სხვა ფაქტორები იარსებებს, რომელმაც ეს ეფექტი გააჩინა, იმიტომ რომ ისევ და ისევ ბუნების კანონის წინააღმდეგ არის, რომ დაუშვა, რომ თუ ადამიანი დღეს ყიდულობს სხვა ადამიანის შრომას 1000 ლარად, ხვალ თუ ის 2000-ას აიძულებენ რომ იყიდონ, ის მეტ შრომას იყიდის. ასეთი რაღაც უბრალოდ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ეწინააღმდეგია ყველაფერი იმას, რაც ჩვენ სამყაროზე ჩვენთვის ცნობილია. აქედან გამომდინარე, რომ მინიმალურ ხელფასმა თეორიულად შეუძლებელია გამოიწვიოს დასაქმების ზრდა. შეიძლება გამოიწვიოს, რომ დასაქმება არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ძალიან სპეციფიკურ სიტუაციებში, როცა უბრალოდ სხვა დამსაქმებელი არის და დამსაქმებელს ვაიძულებთ უფრო ნაკლები მოგება გქონდეს და ეს როგორც წესი ისე მთავრობების რეგულაციების შედეგად ხდება და ეს რომ არა ეს რეგულაციები სავარაუდოდ ეს ადამიანი სხვაგან იმუშავებდა, ხოლო ჩვეულებრივ კონკურენტულ სიტუაციაში მინიმალური ხელფასის დაწესება იწევს გარდაულად იწევს უმუშევრობის დასს და ეს იქნება ყველაზე ღარიბი ადამიანების უმუშევრობის და ანუ ყველაზე ღარიბების ისე კიდევ უფრო მეტად გაღატაკების ინსტრუმენტია მინიმალური ხელფასი. აი ეს ამბავი. იდეაში ეს ალბათ ყველაფერი ისწავლება ეკონომიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე. ანუ ყოველ შემთხვევაში მე ასე ვისწავლე და მე ასე ვასწავლედი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აი ეს იდეა რომელიც შეიძლება შეიძლება არ ვიცი ამდენად კარგად და დეტალურად ახსენი, მაგრამ ალბათ 1-2 ჯერ რომ გავიმეოროს სხვა ფორმით და სხვა ადამიანმა რომ გაიმეოროს, შეიძლება ჩვეულებრივ ადამიანისთვის ძალიან მარტივი ამ რაღაც უნდა იყოს. არასდროს არ წარმოადგენდა თუნდაც მაგალითად ეკონომიკის ფაკულტეტზე ეს თემა არასდროს არ იყო რთული თემა სტუდენტებისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვინაიდან ადამიანებში არის ეს საკმარისი ცოდნა და მეორე მხრივ პოლიტიკოსები მიდრეკილები არიან ადამიანები მოატყუონ, საბოლოო ჯამში ადამიანის წმენა რომ თარობებს აქვს რაღაც საკაური უნარი შეცვალონ სამყარო ესე გაზავებული ამ პოლიტიკოსების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების როგორც ხალხი მოატყუო და ირიბად გაძარცვო ძალიან ხშირად მინიმალური ხელფასის იდეა საბოლოო ჯამში იღებს ხარდაჭერას და არის ხოლმე პრაქტიკაში განხორციელებული. ამიტომ მინიმალურ ხელფასზე საუბარი ლოგიკის დონეზე სულიან ძალიან მარტივია და შეუძლებელია ეს პოზიცია საჯაროდ ვინმე დაიცვას. მით უმეტეს რომ კონკრეტიკაზე რომ გადავალთ, იმდენი კონკრეტული მაგალითები იქნება საწინააღმდეგო, რომ უბრალოდ ამ პოზიციას ვერ დაიცავს. მაგრამ თვითონ ეს თემა მაინც პოლიტიკურ ველში იარსებებს, როგორც ჩვენ ველშიც არსებობს ვიღაც ხალხი ვინც ამას ითხოვს და ჩვენ თუ ეს თემა გვინდა ჩავკლავთ და ეს რაღაც მორიგი სოციალისტური სიგიჟე რაღაცნაირად გავაჩეროთ ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ უნდა მაქსიმალურად დავანგრიოთ პოლიტიკოსების წმინდანება და აღქმის ამბავი, პოლიტიკოსების საკრალიზაცია. და გავაგებინოთ ადამიანებს, რომ პოლიტიკოსი არის უბრალოდ რიგითი ადამიანი, ბევრ შემთხვევაში ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე უარესი მორალის და ცოდნის და ასე შემდეგ, მას არ გააჩნია არაფერი განსაკუთრებული უნარი, რომელიც მაგალითად უფლებას მისცემს მას, უფლებას კი შესაძლებლობას მისცემს მას ფიზიკის კანონები დაარღვიოს. თუ ასე არის, თუ პოლიტიკოს საკრალურობა იქნება ჩამოშლილი, მაშინ ადამიანებს ბევრად ნაკლები სტიმული ექნება პოლიტიკოსებს დაემორჩილოს, მთავრობებს ბევრად ნაკლები ძალაუფლება ექნება, ხოლო მთავრობებში იქნებიან მხოლოდ ის ადამიანები, როგორც აი მწვრთნელი ყავს ფეხბურთელებს, ანუ ისეთი ტიპის პოლიტიკოსები, რომელსაც მოქალაქეები ჩათვლიან, რომ აი ამ კონკრეტულ პრობლემებს, რომელიც საერთო პრობლემაა, აი ეს ადამიანები კარგად გადაწყვეტენ იმ დროს საკმარისი კომპეტენცია გააჩნიათ, უფრო მეტი კომპეტენცია ვიდრე თვითონ მოქალაქეებს. მხოლოდ და მხოლოდ ასეთი სისტემა იქნება და ეს იქნება ყველაზე გამართული სისტემა. მაგრამ სანამ ადამიანებს ჯერათ რომ პოლიტიკოსები არიან რაღაც ღმერთთან დაახლოებული, ტექნიკურად ხალხთან დაახლოებული, მაგრამ დაახლოებით იგივე ტიპის დატვირთვით ადამიანები, ბუნებრივია რომ მათ რწმენა აქვთ, რომ კი მინიმალური ხელფასი რაღაც იდიოტურად გამოიყურება, მაგრამ ისინი ხო ხელისუფლება, რამე ხო უნდა ქნან და ისინი რომ იზამენ ეს იმუშავებს. ეს არის დაახლოებით რაც მინიმალურ ხელფასს აცოცხლებს და რის გამოც ეს ყველაფერი არსებობს.
ხო, მოვყევი შეძლებს დაგვარად, რაც მინდოდა, იმედია, გასაგებია, ეხა კითხვებსაც ვუპასუხებ, რომელიც თქვენ გაქვთ. აა ერთი ნახო, რამდენი ლაიქი გვაქვს ჩვენ. ოი, არ მეჩვენებს რამდენი ლაიქი მაქვს. ხო, ეხლა მეჩვენებს 78 ლაიქი გვაქვს. ამიტომ გთხოვთ მეგობრებო, დაალაიქოთ, დააშეროთ, რომ ავიდეთ 100-მდე. დავისებთ თქვენი კითხვებზე პასუხს. რონალდოს მინიმალური ხელფასი 3.5 უნდა იყოს მაქსიმუმიც. მან ცოდვა რონალდო რა, მე დიდად არასდროს არ მომწონდა, მაგრამ არ შეიძლება არ დააფასო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ფეხბურთის ისტორიაში. ცოტა მტირალა ფეხბურთელია, ცოტა რაღაცნაირი სპეციფიკური ფეხბურთელია, მაგრამ რა ვიცი, რა სიზა. გამარჯობა სანდრო, თქვენ საიტზე რეგისტრაცია მხოლოდ ქართული ნომრით ტელეფონით რატომაა? ემიგრანტებმა რა ვქნათ? ჩვენ საიტზე რატომ არის? შეიძლება ხა ახალი საიტი გვაქვს და რამე ტექნიკური შეზღუდვა გაჩნდა, მაგრამ უამრავი იმიგრანტია დარეგისტრირებული ჩვენ საიტზე. აგე პრაიმერიშიც არიან, მათ შორის ამერიკელები და გერმანელები და არ ამგონია რომ არ აქვს ამას არ ქონდა ყოველ შემთხვევაში აქამდე მნიშვნელობა, მაგრამ მოვიკითხავ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ველი არის ჩასანაცვლებელი რომ სხვა ქვეყნის ტელეფონებიც იყოს შესაძლებელი შეიყვანოთ. მინიმალურ ხელფასზე დიდი სულიერთ ცოტა რამა, მაგრამ პროებს არგუმენტად განვითარებული ძლიერი ეკონომიკის სახელმწიფოს მაგალითი აქვს, თუმცა არის კი პირდაპირ კორელაცია ამ ორ შორის. კი არის ამ ორ შორის კორელაცია სამწუხაროდ და ეს იმიტომ კი არის, რომ ძლიერი და განვითარებულები არიან. ევროპას და ამერიკაში სამწუხაროდ პოლიტიკური სისტემაც განვითარებულია. ანუ იქ არა მარტო თქვათ ეკონომიკაა განვითარებული, იქ ასევე ხალხის ძარცვის ინსტრუმენტებიც უფრო დახვეწილია. ამიტომ ბევრ შემთხვევაში იქ ძალიან ეფექტიანად ძარცვენ საკუთარ მოქალაქეებს. იმისგან განსხვავებით, თქვათ, როგორც ხდება ეს, თქვათ, რაღაც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, რა ვიცი, აფრიკაში, ან თუნდაც ჩვენთან და ასე შემდეგ. ანუ ისეთი რაღაცები, რაც მაგალითად შვედეთში, ან დიდ ბრიტანეთში, ან თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორციელდება, ჩვენ შეიძლება ჩვენ თავრობა ვერც კი განახორციელოს, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვაპატიებთ, იმიტომ რომ მას არ აქვს ასეთი ლეგიტიმაცია, როგორც მაგალითად ამერიკაში შეიძლება გქონდეს მთავრობას. ნუ რას გულისხმობ, რომ აი ეს რწმენა რომ ხალხი რაღაც არის რაღაც საკრალური, რომ დემოკრატიული პროცედურა არის საკრალური, აი ჩვენ ნაკლებად გვაქვს, ჩვენ დიდ პატივს ამ დემოკრატიას არ ვცემთ. ხან ასევე აყალბებენ არჩევნებს, ხან ისე და რაღაცნაირად შვიდად თანავცხოვრობთ ამ ყველაფერთან. და ევროპაში და ამერიკაში ეს დემოკრატია, როგორც რელიგიური რწმენა ხალხში და ხალხის ნების ძალიან განვითარებულია. ამიტომ იქ დემოკრატია კარგად მუშაობს და დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია აქვს. და ამიტომაც იყო რომ მაგალითად კოვიდის შემთხვევაში დემოკრატიული მთავრობები ძალიან რაღაც ტირანიული შეზღუდვები შემოქონდათ ფაქტობრივად. ჩვენთანაც იგივე მოხდა, მაგრამ ამან იმუშავა ასე თუ ისე თბილისში და დიდ ქალაქებში, სოფლებში ფაქტობრივად არ იყო ეს შეზღუდვები. არ სრულდებოდა, იმიტომ რომ არავის არ აღელვებდა ეს მთავრობის რაღაც სიგიჟეები. თუ ეხლა მაინდა-მაინც როგორც რამდენიმე სოფელში იყო ჯარი არ ჩავიყვანენ და ასე შემდეგ. ამიტომ შინაარსობრივად სამწუხაროდ ევროპასა და ამერიკაში ეს დემოკრატიული რელიგია კიდევ უფრო გამჟდარია და მთავრობებს რაღაც სფეროში, რაღაც ნაწილში ძალიან დიდი ლეგიტიმაცია აქვს და მათ აქვთ უნარი ჩვენზე ბევრად უფრო მკაცრი რეგულაციები შემოიღონ და ბევრად უფრო დახვეწილად გაძარცვონ თავისი მოსახლეობა. და ეს სერიოზული პრობლემაა და აქედან რომ უყურებ ამ განვითარებულ ქვეყნებს, იქ ხედავ ადამიანების ძარცვის დიდ მრავალფეროვნებას. პრიმიტიულ საზოგადოებაში მარტივად ძარცვავენ და განვითარებულ საზოგადოებაში უფრო დახვეწილად ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ კი იქ ბევრი სრულიად მიუღებელი ამორალური ინსტიტუციების არსებობს და ბუნებრივია ასეთი ინსტიტუციები ვერ იარსებებს ღარიბ ქვეყნებში, იმიტომ რომ იქ უბრალოდ შეუძლებელია ასეთი დახვეწილი ბიუროკრატია ქონდეს, ასეთი დახვეწილი პროცედურები ქონდეს, ასეთი რიტუალები ქონდეს ლამაზი რომ ხალხი დააჯეროს დემოკრატიას და შემდეგ. და ამიტომ თუ ადამიანს არ ეხლის ამ ინსტიტუციების შინაარსი, რატომ არის შექმნილი, რა სემსახურება და რა ეფექტი აქვს, მან შეიძლება უბრალოდ დაინახოს რომ ეს
მდიდარ ქვეყნებში არის და ღარიბ ქვეყნებში ნაკლებად ხდება, ამიტომ სავარაუდოდ იფიქრებს ის მდიდარი ქვეყნების სიმდიდრე ასეთი ტიპის ინსტიტუციებით არის განპირობებული. რაც ბუნებრივად მცდარი იქნება, იმიტომ რომ ის რომ ის რაღაც ხდება შვედეთში, არ ნიშნავს რომ შვედეთი ამის გამო არის მდიდარი. აი ყველაზე პრიმიტიული მაგალითი რო ავიღოთ, წარმოგიდგენთ მდიდარი ადამიანი მიდის ქუჩაში, იღებს $100 კუპიურას და წაუკვიდებს ცეცხლს და მე ამ კუპიურით მაგალითად დაიწყებს სიგარის მოწევას. როს სიგარას სიგარას ასე ვთქვათ ანთებს თუ დაწვავს თუ ასე. ხო, ანუ ადამიანი უყურებს და იფიქრებს, რომ ეს ასანთის ნაცვლად $100 კუპიურას იყენებს. ალბათ და ეს ადამიანი მდიდარია. მე შეხედავს ღარიბ ადამიანებს. არც ერთი ღარიბი ადამიანი არ იყენებს $100 კუპიურას ასანთის ნაცვლად. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ის მდიდარი იმიტომ არის მდიდარი, რომ $100 კუპიურას ასანთის ნაცვლად იყენებს. აი ეს ლოგიკაა ჩადებული მინიმალურ ხელფასში. ანუ ადამიანს რო არ ესმის რაზეა საუბარი, უბრალოდ ხედავს, რომ ასეთი ტიპის ინსტიტუციები უფრო გავრცელებულია მდიდარ საზოგადოებებში, მას გონია, რომ ეს საზოგადოებები მდიდარია ამ ინსტიტუციის გამო. და არა და პირიქით, იმიტომ რომ ისინი გამდიდნენ, იმიტომ რომ მათ დახვეწეს სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციები, მათ გაუჩნდათ მათ შორის როგორც ნეგატიური ეფექტი ამ დემოკრატიული პროცედურების განვითარების, ნეგატიური ეფექტი, რომ ხალხის ძარცვის უფრო დახვეწილი ინსტრუმენტები გაჩნდა. და არაფერი ამ ინსტრუმენტებში კარგი არის და საერთოდ არ არის კარგი რომ ამ ინსტრუმენტებს ვაკოპირებთ ან გვინდა რომ დავაკოპიროთ. მეფეს და მთავარ პროკურორს ნიშნავს ღმერთი. ხო. ალბათ. პირდაპირ კორელაცია ნამდვილად არა, მაგრამ როცა იძახის ადამიანი რომ მინიმალურ ხელფასზე უმუშევრობას იწევს, მან გეტყვიან რომ რატო ნიუ-იორკში არ იწევს. და ეკითხვა ლეგიტიმურია. და რაც ნიშნავს რომ ნიუ-იორკში არ იწევს, ყველგან იწევს. თვითონ მთელი ამიტომაც ყვებოდი, ვხსნიდი რომ ეკონომიკა ხო არის მარტო მინიმალურ ხელფასზე აწყობილი. ეკონომიკაში უამრავი პროცესია, ეკონომიკა თავისით ვითარდება, რომ ადამიანები ზოგადად მიდრეკილები არიან, მომავალში იცხოვრონ უკეთესად ვიდრე დღეს ცხოვრობენ. ამიტომ ისინი მუშაობენ და ზოგავენ ფულს ცდილობენ რაღაცნაირი კაპიტალი გაზარდონ და შვილებს უფრო მეტი დაუტოვონ და ზოგადად უკეთესად იცხოვრონ. ამიტომ თავისუფალ მდგომარეობაში ეკონომიკა მიდრეკილია განვითარებისკენ. მე მთავრობები ამ რაღაცებში აკვეხებენ რაღაც სხვადასხვა ტიპის ძარცვის და რეგულაციების ინსტრუმენტებს. ნებისმიერი ცალკე აღებული ინსტრუმენტი რო ავიღოთ. რანერად მამნებლური არ უნდა იყოს ის. თუ მხოლოდ იმაზე გავაკეთოთ ფოკუსს, ჩვენ ვიპოვით უამრავ მაგალითს, როცა ეს ინსტრუმენტი არსებობს, მაგრამ ეკონომიკა ვითარდება. ნუ ავიღოთ რამე ძალიან გასაგები სიგიში. დაუშვათ ყველას ვაიძულოთ იაროს ჯინსებში. აუგზავნოთ სხვა ტიპის შარვალი თუ კაბა თუ რაღაც. ყველა ჯინსებში უნდა იაროს. ასეთი კანონი რო შემოვიღოთ. ამის გამო ჩვენი ქვეყანა გაჩერდება თუ არა, გაღატაკდება თუ არა. ცხადია რომ არა. ნუ რაღაცნაირად შეიძლება სასაცილო გამოჩნდეს, მაგრამ შეიძლება ამის გამო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, რომ ამ სულელ ხალხს დაგვაკვირდეს. და ნუ ეხლა ცალსახაა რომ ასეთი ტიპის შეზღუდვა დააზიანებს ეკონომიკას. ხო, ანუ რაღაც ტიპის სექტორები გაქრება, რაღაც ტიპის ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი გაქრება შეკეთების რაღაც სერვისები და ასე იმის ქიმწმენდის და ასე შემდეგ. ანუ რაღაცები გაქრება, ხო? ამიტომ ასეთი ტიპის შეზღუდვა გამოიწვევს ეკონომიკის შემცირებას. მაგრამ ეკონომიკა ხო მარტო ტანსაცმელზე და ჯინსებზე არ დგას. ეკონომიკა უფრო ფართოა. და რა ვიცი, შეიძლება სადღაც IT სექტორი ვითარდება, სადღაც სოფლის მეურნეობა, სადღაც საბანკო სექტორების მშენებლობა. ამიტომ თქვენ შეიძლება დააკვირდეთ ეკონომიკას და უყურეთ, ნახე, საქართველოში აკრძალეს ჯინსების გარდა სხვა ტანსაცმლის ჩაცმა და ნახეთ, ეგ საქართველოში 100%-იანი ეკონომიკური ზრდა არის. ესე იგი, ასეთი ტიპის შეზღუდვა არ იწვევს ეკონომიკის დაზიანებას. აი, რამდენად ეს სასაცილო არგუმენტაცია, იმდენადაც სასაცილოა მსჯელობა, რომ თუ ნიუ-იორკში არის მინიმალური ხელფასი და არ იზრდება უმუშევრობა, ესე იგი მინიმალური ხელფასი არ იწვევს უმუშევრობის დას. კი, მაგრამ უმუშევრობა მხოლოდ მინიმალურ ხელფასზე ხო არის დამოკიდებული. და ისევ და ისევ კონტრარგუმენტი ძალიან მარტივია. თუ ასეა, მაშინ რატომ წვალობთ და რატომ ვაწესებთ, ვითხოვთ არა თქვათ რა ვიცი $200 მინიმალურ ხელფასს ან $500 მოვიტყოთ $5000.
თუ მინიმალური ხელფასი ზოგადად არ იწევს უმუშევრობის დას, ესე იგი გავაკეთოთ წესიერი ხელფასი პირდაპირ. რაღა ვაწოლებთ ხალხს დაბალი ხელფასით, თუ ეს მუშაობს. ხო და აი ამაშია საქმე, რომ ვინაიდან ეკონომიკა რთული კონსტრუქციაა და პრიმიტიული ხედვა არ გადის შესაძლებლობას ეს რთული მიზეშედეგობრივი კავშირები დაიჭირო, ადამიანები მას პრიმიტიულად უყურებენ, ხედავენ მარტო რაღაც წერტილების დონეზე პატარ-პატარა კავშირებს და ამ პატარა-პატარა კავშირებით ან თვითონ მარტივად ყუდებიან თუ იქ ვიღაც გაყვნილი მატყუარა პოლიტიკოსი ან სოციალისტი და ფილოსოფოსი ზის, ან სხვებს ატყუებენ და თავს აჯერებენ, რომ რაღაც ეს რაღაც სიგიჟე სოციალისტური ამ შემთხვევაში მინიმალური ხელფასი მუშაობს. აქედან გამომდინარე, ხო, საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის უნარებზე ადამიანის გაიაზროს საერთოდ როგორ არის სამყარო, ამ შემთხვევაში ეკონომიკა მოწყობილი. ხა გადავალ. კაი, ჩამოვედი ქვევით. არის ლეგიტიმური uncover. აი მაგალითად გერმანიაში მუშაობდი, ხელფასი მქონდა 10 евро საათში და ვიყავი ერთ-ერთი დაბალანსებობრივი საქმეზე, როცა კანონში ეწერა მინიმალური ხელფასი 9.50 евро. Ну, ეს ხადია, ხო? ანუ თუ მინიმალური ზღვარს ისე დონეზე დააწესებ, რომ მაგას ბიზნესი ისე ვიხდის, მაშინ აბსოლუტური ფორმალობა გამოვა. კი, სიმონ, ბუნებრივია, ამითაც დავიწყე საუბარი, რომ მინიმალური ხელფასს გააჩნია. ხა მე მგონი 30 ლარი გვაქვს, 30-დან რო გავხდეთ 40 არაფერი არ შეიძლება ჩვენ სამყაროში. არ მგონი რომ ჩვენ ქვეყანაში არსებობს ვინმე, ვინც 40 ლარად მუშაობს თვეში. ამიტომ არის რაღაც ზღვარი, რომელიც გინ გაზარდა, გინ შეამცირეს სამყარო არ იგრძნობს ამას. მაგრამ შენ შემთხვევაში რო გამختارიყო არა 9.5, არამედ 19.5, უბრალოდ სავარაუდო სამსახურში არ აგიყვანდნენ და ამით დამთავრდებოდა ეს ისტორია. დათო გაბელაია. მოგესალმებით, ხშირად გისმენთ ხოლმე და საინტერესოდ საუბრობთ. მადლობა დათო. თქვენი დღევანდელი თემიდან ცოტა გადახვევა, მაგრამ დღეს შემხვდა ერთი სტატია. ნამახვა ჰესზე და თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? Ну, ძალიან ესეთი კომპლექსური საკითხია. ეს თემა რო განიხილებოდა, მე მაშინ მქონდა რაღაც დაწერილიც მაქვს ამაზე პოსტები და პოზიციას დაფიქსირებული. ზოგადად მე არ მგონია რომ ელექტროენერგეტიკა ჩვენ ქვეყანაში ბიზნესია. იმიტომ რომ ეს რო იყოს ბიზნესი, მე არანაირი განსაკუთრებული აზრი არ მექნებოდა. ვინცაც გინდა სადაც გინდა, რაც გინდათ სააშენეთ, იყიდეთ მიწა და გინდ ჰესი აგიშენებიათ, გინდ პარკინგი და გინდ რა ვიცი, სასტუმრო. ჩვეულებრივი ბიზნესი ელექტროენერგეტიკა არაფერი განსხვავებული მაგაში არის, არაფერი სტრატეგიული მაგაში არის, არაფერი ისეთი რაც მთავრობის ჩართულობა სიტყვის მასში არ არის. მაგრამ ვინაიდან ადამიანებში ეს ჯერ კიდევ კომუნისტური პერიოდიდან შემორჩენილი რო ეს სტრატეგიული მნიშვნელობის რაღაც არის, ლენის და სტალინის დროს იყო ეს goal რო государственная программа электрификации в России თუ რაღაც ერქვა აღარ მახსოვს. აი აქ იყო რომ ეს ელექტროენერგეტიკა არის ან სტრატეგიული მნიშვნელობის და უნდა რაღაც აშენდეს და ამით კომუნიზმს დავაჩქარებთ. ეს ჩარჩენილი ადამიანების თავში და მათ გონიათ რომ ელექტროენერგეტიკა რაღაც განსაკუთრებული ბიზნესია და საკმაოდ პრიმიტიული ბიზნესია, რომელიც არაფერ განსაკუთრებულს არ ითხოვს, ბერად უფრო რთული ბიზნესები არსებობს სამყაროში. ხო და ამიტომ მაგრამ ეს არის ნორმალური ბიზნესი და ამრიგად ავიც ყველა ასეთი ტიპის ნამახესისნაირი პროექტი არის პოლიტიკური პროექტი. მაგალითად, კონტრაქტი, რომელიც ნამახესზე იყო გაფორმებული, ფაქტობრივად დაცლილი იყო რაიმე ბიზნეს რისკებისგან. ანუ ჩვენ ადამიანებს უთხარით, რომ გარანტირებულად თქვენ ოღონდ დააშენეთ ეს და გარანტირებულად ვიყიდით ელექტროენერგიას ისეთ ფასად, რომ თქვენ ზარალში არ იქნებით. იქ ისეთი კონტრაქტი იყო, რომ მე რო ეს კონტრაქტი ვიღაცამ გამიფორმოს, მეც კი ავაშნევ ნამახეს. ანუ სინამდვილეში არანაირი პრობლემა არის ასეთი კონტრაქტით მოიზიდო ინვესტიციები და ააშნო რაღაც ჰესი. მეორე საკითხია, გვჭირდება თუ რა ასეთი კონტრაქტი და ასეთი ჰესი. იმიტომ რომ ჰესი თუ ანუ ჩვენ მხოლოდ ისეთი ჰესები გვჭირდება, რომელიც მომგებიანია. თავისთავად ჰესის აშენება, ქარხნის აშენება არაფერს არ გვაძლევს. ხო და აქედან გამომდინარე, ის კონტრაქტი იმ მომენტში საერთოდ არ იყო მომგებიანი. და არაფერი არ ეტყობოდა რომ ეს მომგებიანი ბიზნესია და ამიტომ მე სკეპტიკულად ვიყავი განწყობილი ნამახეს რის გამოც ეს ყველაფერი ასე ვთქვათ კონფლიქტი იყო თუ პროტესტები იყო აი იმასაც სკეპტიკულად ვიყავი განწყობილი იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ეს იყო გულსხმელი პროტესტი მართლა რომ გითხრათ მე ვამბობ რომ ამ შემთხვევაში ორგანიზატორებს გულისხმობ იმიტომ რომ
აშკარად რაღაც სხვა ქართულოსნებასთან თუ საპატრიარქოსთან დაკავშირებული ძალების ჩართულობით ხდებოდა და შიდა გარჩევები იყო ამ პროცესის და ეს არაფერშუაში არ იყო ჩვეულებრივად რაც ეკოლოგიაზე ზრუნვა თუ ტყეებზე და მიწებზე და ასე შემდეგ. ამიტომ მაგრამ მე ძალიან კარგად ინფორმირებული არ ვარ რაღაც ჭორები ბუნებრივად ვიცი, მაგრამ ეხა საჯაროდ და მტკიცებულის რაღაც უფლება ალბათ ამის არ მაქვს. ხო, ამიტომ როგორ გითხრათ, აი რას ფიქრობ ამ ახეზე? ზოგადად ჰესებზე ვფიქრობ, რომ თუ მომგებიანია, უნდა აშენა, ოღონდ სამწუხაროდ ჩემყანაში იმდენად რეგულირებულია ეს ბიზნესი, რომ ეს ბიზნესიც არ არის სრული ამ გაგებით და ამიტომ ძალიან რთულია განასხვაო მომგებიანი პროექტი არა მომგებიანისგან. საერთოდ პრემიერ-მინისტრის საჭიროა, მარტო მინისტრები რო ყავდეს რა სიტყვია, რავი გააჩნია. თეორიულად სულ რამდენიმე მინისტრია საჭირო. ანუ თავდაცვის საგარეო საქმეთა მინისტრი და რავი, რამდენიმე ტექნიკური სამინისტრო შეიძლება იყოს, თუნდაც აი CESCO და ფინანს სამინისტრო ხო საჭიროა, ტექნიკური ფუნქციები შეიძლება იყოს რაღაც. ამიტომ თეორიულად წარმოსადგენია რომ ეს მინისტრები პირდაპირ აერჩიოდა, თარო პრემიერ-მინისტრი როგორც ასეთი არ ყავდეს. დიდ ტრაგედიას ამაში ვერ ხედავ, პირიქით ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა, ძალიან შორს ვართ ამ მომენტამდე. საინტერესო კომენტარია. სიმონს პასუხობს ვინმე ანკავერი, რომელიც ნიუ-იორკით იყო დაინტერესებული. კითხვას პასუხი თუ აქვს, ეგ იმ კითხვას არალეგიტიმურს არ ხდის. კითხვა ლეგიტიმურია და შენი პასუხიც. არ ვიცი რას ნიშნავს ლეგიტიმური პასუხი, კითხვა. ტექნიკურად ნებისმიერი კითხვა ლეგიტიმურია, იმიტომ რომ რავი რაც კიდე ისი კითხეთ. კითხვის დასმის უფლება ყველას აქვს. მეორე საკითხია, კითხვა ხშირად აღწერს ადამიანის ცოდნას. მაგალითისთვის ერთ-ერთი ლექტორი მიყვებოდა, მათემატიკის ლექტორი, რომ 90-იან წლებია გამოცდა მათემატიკის ფაკულტეტზე და ზეპრი გამოცდა და ლექტორი აბიტურიენტს რაღაც ამოცანა მისცა, რომ ამოეხსნა და აბიტურიენტმა კითხვა დასვა. აღარ მახსოვს დეტალები რაზე იყო, მაგრამ კითხვა დასვა. და კითხვა იმდენად ღრმა იყო, რომ მე მივხვდი, რომ იცოდა აბიტურიენტმა ზედმიწევნით მთელი ეს თემაო და პირდაპირ დაუწერე ქულა და გამოუშვიო. ანუ კითხვასაც კითხვების განსხვავებული არსებობს. ხო და როცა ადამიანი კითხულობს, აი ნიუ-იორკში მინიმალური ხელფასი დააწესეს და უმუშევრობა გაიზარდაო, ის ამით უბრალოდ უმუშევრობა შემცირდაო, ან უმუშევრობა არ გაიზარდაო, ის ამით ასხივებს, რომ არაფერი არ ესმის ეკონომიკაში, აი სრული ნოლია და ამიტომ აქედან გამომდინარე შენ გიშდება პრობლემა, რომ პირდაპირ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უბრალოდ მას ვერაფერს ვერ გააგებინებს. სხვა პრობლემაა, ესე იგი რაღაც ფუნდამენტური პრიმიტიული იდეებით ახსნა უნდა დაიწყო და გამოდის რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემ, იმიტომ რომ სწორი პასუხი რაც არის ამ კითხვაზე, რომ გასცე, კითხვის დამსმენი ვერ გაიგებს, იმიტომ რომ მან უკვე გამოავლინა რომ არაფერი არ იცის ეკონომიკაში. მაგრამ შენ თუ დაიწყებ ამ როგორც მე დღეს დავიწყე და შორიდან ისტორიის მოყოლა რეალურ სამყაროში, ალბათ შენ არ ექნება ფუფუნება რომ ადამიანს 1 საათი ელაპარაკო. ამიტომ ის ჩათვლის რომ შენ იცი რა პასუხს გაიქეცი და რაღაც ფილოსოფია მომიყევიო. ასე მთავრდება უდიდესი ნაწილი დისკუსიების ხოლმე სოციალისტებთან. ამიტომ ერთ-ერთი შანსი სოციალისტი სული გადაარჩინოთ თუ მიიჩნევთ რომ თქვენი ამოცანა ის რაღაც გამოიჯროთ და დიდხანს ელაპარაკოთ, მაგრამ არ ამგონი რომ ეს თად გამოვიდეს საბოლოო ჯამში. არის მარტივი ამბავი. ამიტომ კი ყველა კითხვა ტექნიკურად ლეგიტიმურია, უბრალოდ ყველა კითხვა არის ერთნაირად ღირებული. ზოგ კითხვა იმდენად საშინელია, რომ შეიძლება არც იმსახურებდეს პასუხს. ეტავში ამერიკაში სწავლა გირჩი 100% თუ ვერ აიღებს. მოდი თად 100%-ზე არ იყო ჩაციკლულები. მოდი ასე ვთქვათ, რომ ჩვენს გარეშე კოალიცია ვერ შექმნან. თუმცა სხვა შორის კოალიციის შექმნაში თავი პრობლემას რაც ვხედავ, მომავალ პარლამენტში კი არის, რომ მათემატიკურად ჩვენ ჭირდებით თუ არა. მე უფრო მის მეშინია, რომ რა ვიცი, კოცებმა არ მოისყიდონ ნაცები და ნაცებიდან არ გადახტენ კოცებში, ან კოცებიდან არ გადახტენ ნაცებში. ეს არის ყველაზე დიდი ალბათობა მომავალი კოალიციური მთავრობის, ვიდრე ის, რომ რა ვიცი, კოცები ან ნაცები დაიწყებენ ფიქრს სასამართლო რეფორმაზე დაუთმოთ გიჩს ეს და მოდით პრივატიზაცია გავაკეთოთ ასე, რომ ჩვენთან კონდეს კოალიცია და არა სხვასთან. ეს არის სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ აი ხარ რასაც გაერთიანებებს საკეთებენ, შემდგომში ეს გაერთიანება არის ბელადების, რომელიც არანაირი იდეოლოგია, პრინციპები არ გააჩნიათ. და თუ იდეოლოგია და პრინციპები არ გაგაჩნია და უბრალოდ ხელისუფლებისთვის იბრძვი,
ну რა გარანტია რომ ვიღაცა კარგ თანამდებობას არ შემოგთავაზებს და იქეთ არ გადახტები მილიონს არ შემოგთავაზებს და არ გადახტები აი ვიღაცები ლანძღავდნენ ჩვენ ფეხბურთელებს რომ როგორ გაბედესო და როგორ უთხეს ბიზნეს იმის მოადლობაო რომ მილიონი გადაუხადაო არადა მილიონი ბიზნეს რო გადაიხადა აგენტების კანონს არ ვიცი 1-10 დეპუტატი ალბათ კი დაუჭერდა მეტი თუ არა ოპოზიციიდან უბრალოდ მილიონის გადახდა არ დაჭერდა ბიზნეს თორე როცა დაჭერდა 6 ოპოზიციონერი კი გადაიბირა აი იმისთვის მოსამართლეებისთვის და ბევრად უფრო იაფად გააკეთა ეს ვიდრე 1 მილიონი ადამიანს. ამიტომ სინამდვილეში მთავარი პრობლემა ჩვენი პოლიტიკური სპექტრის არის ის, რასაც ადამიანები ზოგადად გრძნობენ, რომ ეს ძალიან გაყრული პოლიტიკური სპექტრია. ის კი არა რომ მე ასეთი პოზიცია მაქვს, შენ ასეთი პოზიცია გვაქვს და მოდი ახლა ეს პოზიციები თანხმედრაშია თუ არა და შეიძლება თუ არა ამ პოზიციების შეთავსება ისე რომ კოალიცია გამოვიდეს. ეს არის პრობლემა. ესო პრობლემა იყოს თქვენ დაინახავდით დისკუსიებს, დებატებს ტელევიზორში და გაერთიანე რომელი პარტია რომელთან ერთიანდება თქვენთვის იქნებოდა პროგნოზირებადი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის პროგნოზირებადი, იმიტომ რომ არავის არ გააჩნია იდეა, არავის არ გააჩნია პრინციპები, არავის არ გააჩნია რაღაც ღირებულებები და ამიტომ არიან იქ სადაც არიან. და ერთ-ერთი პარტია რომელიც გასხვებოლდი იქცევა ჩვენ გვანძღავენ ყველა მხრიდან. ხო და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ალბათობა რომ უპრინციპო ადამიანები შეიძლება დღეს ლურჯები არიან და წითლები, მაგრამ ხვალ როგორც 12 წლის შემდეგ მოხდა, ლურჯები წითლები გახდებიან, წითლები ლურჯები გახდებიან და ასე შემდეგ. ანუ პრობლემა ამაში მდგომარეობს. ამიტომ კი ბუნებრივი არსებობს უამრავი ცუდი სცენარი 26 ოქტომბრის შემდეგ. და მაგრამ არსებობს უამრავი კარგი სცენარიც. ზოგ შემთხვევაში ის კარგი სცენარი არც კი ითხოვს 100%-ს, მაგრამ დაველოდოთ და ნახოთ ჯერ არჩევნების შედეგს დაველოდოთ და მე რამდენი კვირას არჩევნების შემდეგ ნახოთ რა ტიპის კოალიციები დალაგდება პარლამენტში. ბატონო სანდრო, რას ფიქრობთ საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა კანონმდებლობაში სხვა ცვლილებებსაც მაღალი ქორუმი რომ სჭირდებოდეს, ასე მთავრობის დანიშვნასაც თუნდაც 2/3 სჭირდებოდეს. ეს რამდენად გამოვა და რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ. იცი რა არის, არ მგონია რომ ეს თვალს სწორი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არის რაღაც შედარებით მარტივი საკითხები, რომელიც ალბათ არ ითხოვს ასეთი ტიპის კონსენსუსს ან ასეთი ტიპის თანხმობას, მაგრამ ერთი ცვლილება რაც მე ნამდვილად მინდა რომ იყოს კონსტიტუციაში, რომ არ ხდებოდეს იმ პარტიების ხმების გადანაწილება, ვინც პარლამენტში ვერ გავიდა. აი პირობითად თუ პარტია მიიღო 2% და ბარიერი არის 5%, ეს 2% ნაწილდება იმ პარტიებს შორის, ვინც ბარიერი გადალახა. ყველაზე მეტი ვისაც აქვს იმას ყველაზე მეტი პროცენტი წავა და ასე შემდეგ. ჩემი არის ეს არის ღრმად არასამართლიანი პრაქტიკა და ამის ნაცვლად ჩემი აზრით პარლამენტში უნდა რჩებოდეს ცარიელი ადგილები. ანუ თქვა თუ 2% ეს არის დაახლოებით 1/9 ადგილი, ხო? დამრგვალება უნდა ხდებოდეს ყველა იმ ხმების, რომელიც, რა თქვა, ვერ გავიდა პარლამენტში, არ იყო წარმოადგენილი პარლამენტში და რადგან არ არის წარმოადგენილი, ესე იგი ადგილი უნდა იყოს ცარიელი. და თქვა თუ 10% დაიკარგა ასე, ადგილების 10% უნდა იყოს ცარიელი. ეს ნიშნავს, რომ კანონი იყოს მიღებული 76 ხმით, 76 უნდა დააგროვა არა 150-დან, არამედ ამ შემთხვევაში 135-დან. რაც უფრო მაღალ ქორუმს გულისხმობს და უფრო მაღალ მოთხოვნას, მაღალ თანხმობას. ამიტომ თუ ბევრი ხმა დაიკარგა არჩევნებს, ესე იგი დარჩენილი პარტიები ბევრად უფრო ჭიროდ უნდა თამაშობდნენ პარლამენტში, რომ მათ მიიღონ კანონი, უფრო რთული იქნება უმრავლესობის დაგროვება. აი მე მგონი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ბოლოს და ბოლოს ეხლა წამოიგინეთ რა სიტუაციაა, რომ ადამიანი არის ადამიანთა ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ იცი რა, გირჩი ან რა ვიცი, რაღაც ლელო ან ვიღაც თუ ვერ გადალახავს ბარიერს, მას ხმა არ უნდა მისცე. ამიტომ განიხილავს, რომ წავიდეს და ვიღაც გირშს მისცეს ხმა. მე არ ვიცი რა ღირებულიებაა, როცა ვიღაც გირშს აძლევ ხმას, ამაში რა სარგებელი უნდა მიიღო. მაგრამ თუ ეცოდინება ადამიანს, რომ მისი ხმა არსად არ დაიკარგება და მინიმუმ ყოველთვის რომც პარლამენტში არ აღმოჩნდეს მისი პარლამენტარი, ის ყოველთვის წითელ ღილაკებს დააჭერს, ანუ ტექნიკურად ასე გამოდის, ხო, თუ ადამიანი დარბაზში არ იმყოფება, ესე იგი მან წითელი ღილაკი დააჭირა. შინაარსობრივად ეს არის. ამიტომაც არ არის აუცილებელი ღილაკს დააჭირო, მაგრამ თავარია რომ მწვანეს არ აჭერ. ხო და აი ასეთ ცვლილებას მე მაგალითად შემოვიტანდი პარლამენტში სიამოვნებით. პარლამენტში კონსტიტუციაში.
ამასობაში 101 ლაიქი გვაქვს და უღრმესი მადლობა ყველას, რომ ამ 3 საათია უკვე და თან ისეც გვიან დავიწყეთ. თქვენ მოგწონთ ჩემი ლაივი და მეც ძალიან მიხარია, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ. შემდეგი ლაივიც ბუნებრივად გვექნება. ასეთი რეგულაციები ყოველთვის აზრიან მაგრამ ოკეი. ისე იფიქრეთ მინიმალურ ხელფასზე როგორც დამქირავებელმა და არა როგორც დაქირავებულმა. თქვენ თუ კარგი კომპანია გინდა, მთავრობამ რაც არ უნდა დაგაძალოთ, მაინც კარგ შეთავაზებას გაუკეთეთ თანამშრომლებს. არა ასე? კი ცხადია ზოგადად ნორმალური დამსაქმებელი ყოველთვის აფასებს კარგ თანამშრომელს. ყველა შრომის რეგულაციები ებრძვის კარგ თანამშრომელს და ეხმარება ცუდ თანამშრომელს. იმიტომ რომ ერთი ჩემი ნაცნობი იყო ძალიან კვალიფიცირებული ფინანსისტი, რომელიც დიდ ინვესტიციურ ამერიკულ ფონდში მუშაობდა და ნუ ძალიან მაღალი ხელფასი ჰქონდა რაღაცნაირად, აი რა ვიცი, ჩემზე რა ვიცი, 5ჯერ შეიძლება მეტჯერ უფრო მაღალი ხელფასი ჰქონდა და ნუ კვირაში 1-2ჯერ ლანჩზე ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. და ერთხელ მომიყვა რომ ეჩხუბა ამ ფონდის პრეზიდენტს, რაღაცაზე აღარ მოს დეტალები. და რო ვეუბნები არ გეშინია მეტი კაც, ნუ ხა პრეზიდენტს ეჩხუბე რაღაც, ნუ სერიოზულად ეჩხუბეს კი რაღაც არ დაეთახვა. არა რა პრობლემა არის, მე რო აქედან წავიდეო, მეორე დღესვე ბევრი კომპანია სამსახურს შემოთავაზებს. ანუ მას არანაირი საჭიროება არ ქონდა რომ შრომის კოდექსი იცავდეს, იმიტომ რომ ის დარწმუნებული იყო რომ იმდენად კვალიფიციურია რომ ის თავისუფლად დიპლომის სხვა სამსახურს იპოვის კი არა სხვები იქეთ შესთავაზებენ. ამიტომ კვალიფიციურ ადამიანს რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია ზოგადად არ ჭდება ხელოვნური დაცვა, მაგრამ ადამიანი რომელიც არ არის საკმარისად კვალიფიციური და ეშინია რომ მას გააგდებენ, ან არის მოტივირებული რომ კარგად უმუშაოს, მოტივირებულია რომ პირიქით არაფერი არ გააკეთოს, გადააგდოს დამსაქმებელი და ასე შემდეგ, მას შრომის კოდექსი გამოადგება, იმიტომ რომ ის უფრო ეფექტიანად გადააგდებს დამსაქმებელს, ვიდრე ადამიანი, რომელიც კონკურენტულ მდგომარეობაში პროფესიონალია და საკუთარ რეპუტაციაზე ზრუნავს. ამიტომ ზოგადად დამსაქმებლის ინტერესებშია მას ყავდეს კვალიფიციური პროფესიონალები, მოტივირებული თანამშრომლები და არც ერთი ადეკვატური დამსაქმებელი არასდროს არ დაუშვებს ასეთი ადამიანის დაკარგვას. პირიქით უფრო მეტ ფულს გადაუხდის. მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ სოციალისტურ მავნებლობებს ხარს უჭერენ ზუსტად არაკვალიფიციური და ნაკლებად, ასე ვთქვათ, პროფესიონალი მუშები, ხო, ან თანამშრომლები. ან ნუ შეიძლება რაღაც მომენტში კვალიფიციური იყოს, უბრალოდ საერთოდ გატვაში არ იყო ეკონომიკის, ესეც შეიძლება დაუშვა, მაგრამ ზოგადად ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალები ძალიან რთულად წარმოადგენენ, რომ ისინი შრომის კოდექსის იმედად მუშაობდნენ და შრომის კოდექსის პრინციპებს ეხმობენ, როცა დამსაქმებელთან ურთიერთობას აწყობენ. იგივე იქნება შეიძლება ითქვას დამსაქმებლის მხრიდან დამოკიდებულებაზე თანამშრომლების მიმართ, თუ ეს თანამშრომლები პროფესიონალები არიან, ბევრად უფრო მეც გააკეთებს დამსაქმებელი ამ თანამშრომლებისთვის, ვიდრე ნებისმიერ მთავრობამ შეიძლება რეგულაცია შემოიღოს და თუ არ გააკეთებს ეს თანამშრომლები ბუნებრივია იპოვიან ისეთ დასაქმებელს, რომელიც ამას იზამს. ამიტომ ზოგადად ყველა ასეთი რეგულაცია ყველაზე დაბალანაზღაურად დაბალკვალიფიციურ და დაბალი მორალის მქონე თანამშრომლებზე არის გათვლილი და არა მაღალი დონის პროფესიონალებზე. სწორი იყო, როცა სანდრომ ახსენა, რომ ადრე იძულებული იყავი ამ ადგილზე გემუშავა, სადაც დაიბადეს, სხვა გზა არ ქონდა, უბრალოდ და შესაბამისად დამსაქმებელსაც შეეძლო დაბალი ხელფასი მოეცა. მადლობა დავით. 500 და 500-ის დაცვად 300 და 3600-იან კაი, ნუმეროლოგია არ მომწონს. არ მიყვარს ლელოს რო აქვს ყველა პასუხზე რო 9 პუნქტიანი გეგმა აქვს, იმიტომ რომ ნომერი აქვს 9 და ეხლა თუ გაერთიანდებიან და ნომერი ექნებათ, რა ვიცი, 4 მაგალითად როგორც ახალს, მაშინ ყველა 9 პუნქტიანი გეგმა 4 პუნქტიანი გეგმად იქცევა ალბათ. ამი არ მიყვარს ეს ნუმეროლოგია, ამიტომ თავს შევიკავე, რა რისკის მომდის ხოლმე თავში იმას ვიყენებ. ვეღარ გისმენ მას მე რაც შეგასა თავის მატლების რეჟიმში იყავი. მადლობა მარიო. გასწორე კი ეს ჩერგოს რაღაც ისეთი ქონდა. ეს აქვს ეთყობა კოუჩერთან დადის და რაღაც სწავლობს რიტორიკულ და
აი როგორ უნდა უკბინო ოპონენტს და რაღაც და ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, იმიტომ რომ ჯერ რაღაც ადეკვატური პოზიცია ხო უნდა გქონდეს რაღაცის, რომ ოპონენტს უკბინო რაღაცის იყოს ხო და კი რაღაც მომენტში ღიმილის მომღრალიც იყო რა თქმა უნდა მისი ეს კმენები, ну თავისი აზრით რო კმენოდა, ამიტომ ხო. ახლა შეიძლება შიდა გარე მიგრაცია და ეს პროცესი დეფიციტს თუ შეუქმნის დასაქმებას მიხვდება, რომ ეს სერვისი გავიგებთ, მე არ მიხსნიდათ. ლირის გაუფასურების ფონზე თურქეთი მინიმალური ანაზღაურების კანონმა გადაარჩინა. ტყუილია? აი, უბრალოდ ლირის გაუფასურება ჯერ ესეთი ხო მთავრობის ინიცირებულია და თურქეთი გადაარჩინა რას ნიშნავს? და მინიმალური ხელფასი პირიქით რომ უფასურდება ამ ინფლაციის პერიოდში ეს ხო ისეაც ხადია ეს მოყევი ზუსტად 4x აქვს ამერიკის მაგალითზე 60-იან წლებში ეს აღწერილი ხო და ლირის გაუფასურება აი უბრალოდ აი როგორ გითხრა აი რომ გითხო რომ ნიანგის რა ვიცი ცდილობამ შეჭამოს თევზი გადაარჩინა უცხო პლანეტელები მარსზე ნუ რავი შეიძლება გადაარჩინა მაგრამ აი რა შვაშია უბრალოდ ალტინფური სალამი ვა ვიღაც ალტინფო და მოგვიდა სალამი ალტინფოს ხარდამჭერო ალბათ მოვალ სოციალისტები და ვნახოთ როგორ გააძვირებს ბიზნესი პროდუქციას даже მადლობელი იქნებიან ეკყაჩაღები მოხვალ სოციალისტები ჩემ ტრეს სოციალისტებს ადნე მოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში სოციალისტობა სირცხვილი უნდა იყოს აი რაღაც გერმანელი სოციალისტი შეიძლება გაუნათლებელია წიგნები არ აქვს ესეთი საკითხული ამერიკელ სოციალისტი გაუნათლებელია ბებია და ბაბუა არ ყავს ვინც მოუყვებოდა რა საგიჟეთია სოციალიზმი მაგრამ აი ჩვენ ქვეყანაში როცა ამ კომუნისტებმა სოციალისტებმა 10,000-ობით ადამიანი დახოცა ხატრებიდან დაწყებული ჯარისკაცები დამთავრებული ან რიგითი ადამიანები აი რაღაც აი ბანს ქვეყანაში რო გავატარეს ხო რაღაც თაობებმა მე დავიბადე კიდეც ხო საბჭოთა კავშირში და აი რა ვიცი ამარზენ პირობებში მორალი დაგვინგრიეს ტრადიციები დაგვინგრიეს რელიგია დაგვინგრიეს რა ვიცი რა არ გაგვანადგურეს გაგვაფარჩაკეს ფაქტობრივად და აი გამოვძვერეთ გამოვარდით იქიდან შანსი გვაქვს რაღაც ცივილიზებული სამყარო ავაშენოთ, საზოგადოება ავაშენოთ და ამ მომენტში ამ ქვეყანაში ჩდება სოციალისტი. აი როგორ უნდა იყო ამ ჩვენ რეალობაში სოციალისტი არ მესმის. ან უნდა საერთოდ გარტყმაში არ იყოს სამყაროსი. უბრალოდ აი შენივე ქვეყნის ისტორია არ უნდა იცოდე. ან უბრალოდ იმდენად უნდა იყოს შურით და ბოღმით სავსე რომ შენივე ქვეყნის ისტორია დაგავისდეს. არაფერი წესი არ არის სწავლო სამყაროს და უბრალოდ იმის იმედად იყო რომ ვიღაც ბიზნესმენს ან ვიღაც ბიზნეს გაძარცვავ და ამით ასე დააკმაყოფილებს შენ ენერგიას თუ სიზულვილს ხო და აი მე მგონია ძალიან სირცხვილია რა აი უბრალოდ სოციალისტობა საქართველოს სირცხვილია სოციალისტობა რუსეთში სირცხვილი უნდა იყოს უზბეკეთში სირცხვილი უნდა იყოს ჩინეთში სირცხვილი უნდა იყოს იმიტომ რომ აი ყველა იმ ქვეყანას სადაც ეს ნანახი აქვს ან ეხლა უყურებს ამ ყველაფერს აი უბრალოდ მე არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება პატიოსანი განათლებული ადამიანი რომელმაც უბრალოდ ეს იცის და ხედავს იყოს სოციალისტი ხო და მე ღმარწმენა მაქვს რომ ან ეს უკიდურესი განათლების შედეგია ან რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემების ან რაღაც სპეციფიკური ბაბლის რომელიც უბრალოდ ბლოკავს ადამიანს თავისივე ქვეყნის ისტორიის წოდ იმიტომ რომ ნუ აი შენივე ნათესავებს ახლობლებს თუნდაც თანამოქალაქეების ახლობლებს და ნათესავებს რომ ხოცავდნენ ის ადამიანები. აი ის იდეოლოგია რომელსაც ეს მოაწყო. როგორ შეიძლება ამ იდეოლოგიის მიმდევარი იყო მე არ მესმის. მე გავიგია რომ ფრანგი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სულელია და გაუნათლებელია. ან ამერიკელი რაღაც ბერნი სანდერსი შეიძლება სულელი იდიოტი იყოს, მაგრამ ბერნი სანდერსი მინიმუმ საბჭოთა კავშირში დაარბოდა და იმდენად სულელი იყო რომ მაშინ ეგონა რომ კარგი ქვეყანა აქვს და ჩვენ აქ ვიტანჯებოდით. ხო და მაგრამ ამერიკაში არის ის ხალხი ვერავინ ვერ ეტყვის რომ აი ჩვენი მეგობრები დახოცესო და შემდეგ ნუ ყველაზე განსხვავებული რომ ომში იყო მაგრამ აი თავისივე ხალხს არ ხოცავდნენ ამერიკაში ხო სოციალისტები ხო და აი ჩვენთან მეგონი უბრალოდ სირცხვილია მეტი რა გითხრათ სოციალისტები ანტრეპრენორს გიხშო სოციალიზმი აი ეს რაღაც ხვაზეა კაი
წავიდა ერთმანეთთან დისკუსია, რაც მე არ მჭირდებოდა, ჩავედი ქვევით. სალამი ბატონო სანდრო, სალამი. მადლობა უფასო ლექციებისთვის და არაფრის. პისე თვითკრიტიკისთვის. არ ვიცი. ჩემი თავი ვაკრიტიკე. თუ ვაკრიტიკე, ოკეი, შეიძლება. აუ რას კიო რაღაც საშინელებებს წერა რაღაცებს ბიზნესმენები ფერს იღებ თუ და ცოტას ხარჯავთ რეები უბრალოდ რა საშინელი იდეები აქვს ადამიანებს თავში ღმერთო ჩემ კაი ესე იგი ეს ვიღაც გიო შემოვიდა სოციალისტა ტიპი და ესე იგი ჩვენები ცდილობენ გადაარჩინონ მათის სული ზოგადად ჩემი გამოცდილებით სოციალისტის სულის გადარჩენა ძალიან რთულია. სოციალისტის სული შეიძლება გადაარჩინო მხოლოდ მაშინ თუ ის ახალგაზრდა და სწორ წიგს წაიკითხავს, სწორ და ზოგადად მოტივირებული იქნება გაერკვიოს სამყაროში. შეიძლება მეც სოციალისტური იდეები მაწუხებდა სტუდენტობის დროს. ჰაიკი სოციალისტი იყო, სანამ მიზესის წიგნი არ წაიკითხა სოციალიზმზე. ანუ ეს რაღაც ეტაპზე შეიძლება ძალიან ბუნებრივი იყოს. იმიტომ რომ ყვებოდი სოციალიზმი საკმაოდ ბუნებრივი ამბავია, ხო, გაუნათლებელი გამოუცდელი ადამიანისთვის. იყო სოციალისტი, ეს ოკეია, რაღაც გაგებით. მაგრამ თუ მოტივირებული ხარ რაღაც გაიგო, შანსი გააქვს რომ შეიცვალო. მაგრამ მე დიდად არ მინახავს რომ ვიღაცამ კამათში გადაარწმუნოს სოციალისტი და მისი სული გადაარჩინოს. ამიტომ მე არ ვარ მიდრეკილი მათ სულის გადარჩენაზე. მე შემიძლია შევარცხნო ეს უცნაური ხალხი, რომელიც ჩვენნაირ ქვეყანაში სოციალისტები არიან. იმედად რომ იქნებ დაფიქრდნენ და იქნებ რამე წესრიგი წიგნი აიღოთ, მაგრამ წიგს თუ არ აიღებენ, ხელში არაფერი არ უშველით. აი როგორც ბიბლია გეხმარებათ რომ მორალი გაიგოთ, ისე ჰაიკი დაგეხმარებათ რომ სოციალიზმზე უარი თქვათ, მაგრამ თუ ჰაიკს ხელში არ აიღებთ, ან მიზეს არ აიღებთ ხელში, არაფერი არ დაგეგეშველებათ, ვერც ბექა გადაგარჩათ თქვენ სულს, ვერც სიმონი და ვერც ვინმე სხვა. ნუ ყოველ შემთხვევაში სიკვდილის შემდეგ, როცა 60-ში არ შეგიშვებენ, ან 60-ში შესვლის პრობლემა იქნება, მაშინ მიხვდებით რა საშინელი იდეოლოგიის მიმდევარი იყავით. დარწმუნებული ვარ 60-ში სოციალისტები არ ხვდებიან. სანდროს გამარჯვება სალამი. რამბავია. მადლობა პასუხი წარმატებას გისურვებთ ძალიან კარგ რამეს აკეთებთ ხალხთან ასეთი კომუნიკაცია. არავის აქვს როგორც თქვენ იმედია სადღაც გაგვიყვეთ. მადლობა გაბო მეც იმედია რომ დააფასებენ. ხო, პირველზე არ დაგვიწყია პენალტებს ველოდებოდი სამწუხაროდ წააგეს პორტუგალიელებმა დიდად არ ნერვიულობა ამის გამო, მაგრამ მაინც პორტუგალიელებს გულში მატკივრობდი. არა თემატური კითხვა. მაგრამ თქვენი აზრი საინტერესოა. მოკლედ აბასთუმნის ობსერვატორიის ტერიტორიაზე რამდენიმე კორპუსია, სადაც თანამშრომლები ცხოვრობენ 50+ წელი. ახლა თითქმის ცარიელია, მაგრამ ათობით თანამშრომელი კვლავ ცხოვრობს. ბინები არ აქვს საკუთრებაში. მგონი ეკონომიკის სამინისტროს დაწერია. და ხალხი პრივატიზაციაზე ითხოვს, რამდენად სამართლიანი გონიათ ეს მოთხოვნა. თუნი საკითხი არ ვიცი. გაიშნე ახლა ესეთი სპეციფიკური სიტუაცია, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს რომ იქ ზოგადად ბინები თუ მიწა ძვირი ეღირება. და ბუნებრივია რომ ახლა ადამიანს შეიძლება სრული კონდეს იქ რაღაც ძვირიანი მიწა მიიღონ. რამდენად ეს ლეგიტიმურია, ვინ ცხოვრობს იქ, როგორ არ ვიცი, იმიტომ რომ წამგია სახელმწიფო საკუთრებაა და ფაქტობრივად მთავრობამ ვიღაც ადამიანებს დროებით სარგებლობაში გადასცა რაღაც. რამდენად ვალდებულია ისაც დროებით სარგებლობაში გადაეცი აჩუქო. აი ჩოლებრივი სიტუაცია რო იყოს, ხო გასაგებია რომ ძალიან ბევრ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული. მე რო თქვენ გათხოვოთ ბინა და თქვენ იქ იცხოვროთ თქვა 40 წელი. გიჩნდება თუ არა უფლება რომ ეს ბინის ჩუქების უფლება მოითხოვოთ. ეს ჩუქება მოითხოვოთ. ცხადია რომ არ გიჩნდებათ. მაგრამ აი რა ტიპის დაპირებები იყო, რა ტიპის მოლოდინები იყო ზოგადად ამ თანამშრომლების მხრიდან, რა ტიპის ურთიერთობა იყო და ასე შემდეგ მე არ ვიცი. ამიტომ იმასაც მარტივად წარმოვიდგენ რომ ამ ხალხს რაღაც ტიპის ლეგიტიმური პრეტენზია შეიძლება ქონდეთ ამ საკუთრებაზე. მით უმეტეს რომ ეხლა ჩვენი მთავრობის რაღაც ესეთი ბიუროკრატია იყო პერიოდი საერთოდ არ იყო გამართული და ძალიან რთულია წარმოიდგინო რომ რაღაც ეტაპზე სწორად იყო ყველაფერი გაფორმებული და ასე შემდეგ, მაგრამ ასე ცალსახად მე ვერ ვიტყოდი რომ რომელიმე მხარე გასაგებად იქცევა. საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა იყოს პრივატიზირებული და არაფერი არ უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრებაში, იდეალურ სამყაროში, ჩემთვის იდეალურ სამყაროში. მაგრამ აი პრივატიზაცია რო დაიწყებოდა
ექნებოდა თუ არა ამ ადამიანებს უპირატესობა სხვა მოქალაქეებთან ამ ქონების პრივატიზაციაზე არ ვიცი. ვერ გეტყვი, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა ვიცოდე ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არ ვიცი. საქართველოს კოალიციური მთავრობა რომ მოვიდეს, რა გარანტია რომ არ შეკრებიან ქოცებს ან ნაცებს. კოალიციური მთავრობა ვის უნდა შეეკრას? მთავრობა თუ იქ ნაცები არიან ან ქოცები არიან, ესე იგი შეკრასაც აზრი არ აქვს. ხო და აქედან გამომდინარე არ ვიცი, მაგრამ თუ კოალიციას გულისხმობთ რაღაც სხვა პარტიებს ქოცების და ნაცების და შეეკრებიან თუ რა ქოცებს ნაცებს, ხო გააჩნია სიტუაციას. მე მაგალითად შემიძლია ქოცებსაც და ნაცებსაც კოალიცია შევქმნა, გააჩნია წამოვლენ ისინი თუ არა სასამართლო რეფორმასა და პრივატიზაციაზე. თუ წამოვლენ, რატომაც არა, ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ის რომ ვინ არის კონკრეტული მინისტრი. ეგეც მე ასე ლაიქავი, მადლობა კილერ. სანდრო გევასებათ ქოცობა? რა ვიცი, თქვენზე, შენ უძდელი ვიღაცა ყოფილი, კაი. დაგბლოკა. არ არის პრობლემა. თუ გინდოდა დაბლოკო, უბრალოდ გეთქვა, სანდრო, დამბლოკე თუ შეიძლება. და მეც მარტივად გავაკეთები, თუ რა საჭიროა შეურაცხყოფების წერა, მაინც შენზე უფრო მეტყოლებს ეს ვიდრე ვინმე სხვაზე. სანდრო, evolution-თან დაკავშირებულ მოვლენებზე რას ფიქრობ? ზოგადად მსგავს შემთხვევაში რა შეხედავ პრობლემის მოგვარებას? გასაგებია თქვენი მიდგომა, რომ წამოვიდნენ თუ ცუდია და შეიძლება რამე, მაგრამ რა ხდება evolution-თან დაკავშირებულ მოვლენებზე, რომ ვიცოდე უბრალოდ აზრი აბა რა ხდება evolution, ანუ ვიცი რომ რაღაც კომპანია, რომელიც სტუდენტებს საქმეებს და სამსახურს თავაზობს და რაღაცას, საკმაოდ სხვილი დამსაქმებელია, როგორც ვიცი, მაგრამ ამის იქეთ არაფერი განსაკუთრებული არ ვიცი. არც გამიგია ნიუსში, რომ რამე ხდებოდა ბოლო დღეებში მაგალითად და თუ დაწერ მამბა ზუსტად რას გულისხმობ, ვესტები გიპასუხო. მე სამსახურში თუ რამე არ მომწონს, თუნდაც ხასიათი ადამიანის, ეგრევე მომავალ თანამშრომლობას წყვეტ და ვემშვიდობები. 1000 ლარიან ხელფასზე კი არ ვამბობ და მაგიტომ ვარ კარგად. 1000 ლარიან ხელფასზე კი ის არ ვამბობ, ჯერზე ფიქსა ყველას არ აქვს შესაძლებლობა ასე მარტივად მოიქცეს. მეც მქონდა ის ფუფუნება, რომ წამოსულიყო ეს სამსახურიდან, იმიტომ რომ მაგალითად უბრალოდ ადამიანურად არ მომეწონა როგორ საუბრობდნენ, აი ელემენტარულად ჩემთან ის ადამიანები, რომელსაც მე მუშაობდი. ხო, უბრალოდ რაღაც არ მომეწონა ადამიანური ტიპის ურთიერთობა, ავდექი და წამოვედი. ხო, მაგრამ ყველას არ აქვს ეს ფუფუნება სინამდვილეში. ზოგ შემთხვევაში პროფესია არ გიწყობს ხელს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება რაც ვალდებულებები გაქვს, ცესხები გაქვს, ბავშვები გყავს რაღაცა და ასე მარტივად ხობ და გარისკო და შეცვალა სამსახური შეიძლება არ იყოს მარტივი, მაგრამ რაც უფრო კვალიფიციური ხარ, მით უფრო მარტივი ხდება ეს საბოლოო ჯამში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო საზოგადოებაში მაღალია პროფესიონალიზმის დონე, სხვა სექტორებში მით უფრო მარტივი ხდება ამ ადამიანებისთვის ახალი სამსახურის ძებნა, ახალი საქმის დაწყება და ასე შემდეგ. ამიტომ ნაკლებად არიან ისინი ჩამოკიდებული რაღაც თარობებზე და სხვადასხვა ტიპის რეგულაციებს. ხო, როგორც გითხარი, მაბაზო არ ვიცი რა ისაუბრებ. გამარჯობა სანდრო. სალამი, ჩემი გამოსვლებით ხალს რომ უხსნი მინიმალური ხელფასის შინაარს, გონიათ რომ მაგათი ხელფასის მომატების წინააღმდეგი ხარ და პროტესტი უშდებათ. ხო, შეიძლება. ეს ხო ძალიან სასაცილოა რომ ეს სერიოზულად ფიქრობდნენ, იმიტომ რომ მე რანელი ბერკეტი არ მოხდა რომ მათი ხელფასი არ გაიზარდოს. ან თელი იდეა ის არის რომ თუ უნდა თუ ხელფასი გაიზარდონ, წავიდნენ დავსაქმებელთან და მოსთხოვონ მეტი ხელფასი. ხო და აი მე თუ მთხოვენ რომ სანდრო იქნება მე ხელფასი გამიზარდო და აიძულე ჩემი დამსაქმებელი რომ ხელფასი გაუზარდონ, ან მაგალითად მე მინდა ეხლა კობახიძეს თხოვო რომ ხელფასი გამიზარდოსო და სანდრო ნუშლი ამაში ხელსო, ხო აი ვუხსნი რომ უარეს იქნება მათთვის ვიდრე რომ არ თხოვოთ კობახიძეს ხელფასი ზრდა. მაგრამ წამომიდგენია ხო რომ ადამიანს რომელსაც უხსნი რომ მინიმალური ხელფასი ბოროტება, ეგონოს რომ მე მინდა რომ ის ღარები დარჩეს. იმიტომ რომ ზოგადად ასეთი რაღაცების ჯერა ადამიანებს, რომელსაც არ ესმის რაღაც ეკონომიკის ფუნდამენტური ელემენტარული წესები. და როცა ადამიანს არ ესმის ეს წესები, ბუნებრივია ის სამყარო სრულად განსხვავებულად აღიქვავს.
ერთ-ერთი შანსი რომ მან ასე არის ფიქროს არის ის რომ დაუშვას რომ მე არ მაქვს მის მიმართ ბოროტი განზრახვები და მე მგონი მე არ ვასხივებ იმას რომ ადამიანები მეჯავრება და რაღაც მინდა ხალხი რაღაცნაირად ცუდ გომარებაში ჩავაგდო. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი იმედი მაქვს. ხო და თუ ადამიანი არ ფიქრობს განზრახ ჩემზე რომ მე რაღაც ცუდი ადამიანი ვარ და ცუდ რაღაცას ვეუბნები, თუ დაუშვებს რომ მე რაღაცას ვუხსნი, ანუ მე ხო რაღაცას ვუხსნი, მე ხო რაღაც მინდა გავაგებინო. ხო და თუ მინდა რომ გავაგებინო, ალბათ იმიტომ არ ვაკეთებ ამას, რომ ცუდი მინდა ამ ადამიანისთვის და თუ ადამიანი ასე შემომხედავს, ალბათ მინიმუმ დაფიქრდება იმაზე, რომ თუ რას ვეუბნები და შეიძლება გაიგოს კიდეც. თუმცა გეთანხმები, ახლა ბევრი უცნაური რეაქცია მომისმენია, არა მარტო ამ თემაზე, ზოგადად ბევრ ისეთ თემაზე, რომელიც რაღაც ტიპის ინტელექტუალურ ძალისხმევას ითხოვს ადამიანისგან. სანდრა, მოგესალმებით. თუ შეიძლება Reddit-ზე ახალი community შეიქმნა და ლინკი რომ გავაზიარო აქ, იქნებ თქვენ ან თქვენს გამომწერებს დაგაინტერესებს ვისაუბროთ ეკონომიკურ მოვლენებზე. ავთო Reddit-ზე ბევრჯერ იყო საუბარი რომ შემოსწავლად მე ვერ ვქარჩა, მე რამდენიმე თამაში კომპიუტერ თამაშობ. ისინმა გამოწერილი იქ რაღაცებს ვაკვირდები ხომ ისის თვეში ერთხელ თუ შევიდე იქ რაღაცებს ნახო თუ მაინტერესებს. მაგრამ აქ აზრი არა გაზიარებას, უბრალოდ Facebook-ზე ან სადმე მომწერეთ ლინკი და ვინმეს ჩვენ თანამშრომლობს მაინც ვეტყვირო რომ თვალი ადამნოს და რაღაცნაირად გავერკვიოთ, იმიტომ რომ მე არ მაქვს თვათ ბევრი დრო რომ კიდე რაღაც ტიპის ვალდებულება ავიღო საკუთარ თავზე, მაგრამ თუ მიიჩნევთ რომ ეს მნიშვნელოვანია და იქ რაღაც აქტიურობა იქნება, ნუ მეც ვეცდები რაღაც დრო დავხარჯა, მაგრამ თუ community შეიქმნა და links ჩამიგდებთ, აქ რა ვიცი, აქ კომენტარებში შეიძლება ჩავაგდოთ, პრობლემა არ მაქვს თუ დარჩება, მაგრამ ისე ჩამიგდეთ პირადში რომ უფრო მეტი ყურადღება მოგაქციოთ. დათო მანაგაძე უნდა გახდეს, ხელფასი უნდა გახდეს მინიმუმ კანონით გაწეული 3000 ლარი, როგორც ეს პოლონეთშია და ისწავლეთ სხვა ქვეყნებიდან, რამე რატო ღორობთ. დათო ერთადერთი ასეთ კომენტარს სხვა ადამიანები რო არ დაზარალდნენ, ვიც რო სხვები დაზარალდებიან და ამას არც არ გავაკეთებ, მაგრამ ისე კი იმსახურებთ, რომ ისეთ ქვეყანაში იცხოვროთ, სადაც ხელფასი მინიმალური ახლა 3000 იქნებოდა. აი, რომ იყოს შანსი ექსპერიმენტი ჩავატარო, რომ მინიმალური ხელფასი 3000 ლარი გავაკეთო. აი, ღმერთი რო არსებობდეს და ყველა ადამიანს რო დაეხმაროს თქვენს გარდა. რომ ადამიანები შიმშილით არ მოკვდეს. აი, თქვენნაირი ადამიანების გამო არის საჭირო ეს ექსპერიმენტი ჩატარო, რომ ერთხელ მაინც რაც თქვენ ვერ ხვდებით, ხო, არ წარმოგიდგენიათ რა სიგიჟეა ეს ყველაფერი და რა ბოროტება იქნება, მაგრამ აი ერთი დღე რო იცხოვთ ამ საზოგადოებაში, მიხვდებით, რომ არასდროს მეტი არასდროს არ მოითხოვთ მინიმალურ ხელფასს. უბრალოდ რომ დაინახავთ რა კატასტროფა მოხდება იმ დღეს, როცა მინიმალური ხელფასი 3000 ლარი იქნება ჩვენ ქვეყანაში. მეტი არასდროს გავსიდი არ მოგივათ, მაგრამ აი როგორ გითხრათ, აი თქვენ ხო ამას ვერ ხედავთ და არ გესმით. და მე კიდე ხალხს არასდროს არ გავწირავ ამ საგიჟეთზე და ჩემინებით არა თუ არ დავეთანხმები 3000 ლარიან მას მინიმალურ ხელფასს. აი რა ვიცი, შემიძლია პარლამენტში ვინმე ვცემო თუ ამის შანსი იქნება რომ ამით ამ კანონის მიღებას თავიდან ავიცილებთ. იმდენად დიდი ბოროტებაა, მაგრამ აი რა გითხრათ, ასეთ დიდ ბოროტებას, ასეთ დიდ სიგიჟეს ვერ ხედავთ და გონიათ რომ ეს კარგია. და ნუ რავი, მესმის რომ ყველა ადამიანს ვერ გააგებდნენ. მე ზოგადად ვიცი რომ ყველა ადამიანის სულის გადარჩენა შეუძლებელია ამ სამყაროში და ზოგადად ჩემი საქმე საერთო არის ადამიანის სულზე ფიქრი. არ გესმით და ნუ გესმით, რა ვქნა. შენ შემარცხენ სადრო ბატონ, სოციალიზმმა გუთნიდან ინდუსტრიულ სახელმწიფოდ აქცია და ყაჩაღი ბატონები გააკულაკა და თქვენ რა გააკეთა მოდათლის მანძილზე, თქვენ უნდა გწხვენოდეთ. აი რა ვიცი. მოგეუბნებით სოციალისტები და ინტელექტი ეს არის ხოლმე ზოგადად შეთავსებადი. მინიმალური ხელფასი თუ 3000 ლარი გახდება, მაგის მერე სამუშო ადგილების რაოდენობა ძალიან შეცდიოდ რო თქვა, კი ბატონო მამბა, მაგრამ აი გიოს ხო ეს არ ესმის. თავიდან იაფად ვმუშაობდი, შემდეგ ავიმაღლე კვალიფიკაცია და ასე გამოვიდა რომ ეს ფუფუნება შემექნა. გეთანხმებ ფიქსა, პრინციპში ყველა კვალიფიციური ადამიანი ასე იწყებს, არავინ არ ვარ კვალიფიციური დაბადებიდან. სამუშაო პირობებზე აპროტესტებენ და ანაზღაურებას და შიდა მიმოწერები გაუსაჯაროვდათ. რატო არ მოდიან ასე დროს ეგეთი სამსახურიდან არ ვიცი, მაგრამ არ წამოსვლის მიზეზიც არ ვიცი. და იქნებ თქვენ გქონდეთ აზრი. ძალიან მარტივია. თუ ეს evolution-ს ეხება, როგორც ხვდები. ანუ evolution-ში რაღაც პირობებია, რომელიც ადამიანს შეიძლება მოსწონდეს, არ მოსწონდეს. ნუ
სავარაუდოდ ვიზეთს ახლა საუბარი იმათ არ მოსწონს, ხო? ხელფასი არ მოსწონს, სამუშაო გრაფიკი არ მოსწონს და კიდე რაღაცები შეიძლება არ მოსწონდეს. ახლა კითხვა, არის თუ რას თბილისში ან საქართველოში ამ ადამიანებისთვის უკეთესი სამსახური? არის თუ არა ერთი მაინც დამსაქმებელი ჩვენ ქვეყანაში, ვინც ამ ადამიანებისთვის evolution-ზე უკეთეს პირობებს სთავაზობს მათ, რომ იყოს ხო წავიდოდნენ, ხო, ნუ მაშინ უნდა დაუშვა რომ ესენი მაზოხისტები არიან უბრალოდ არ მიდიან, მაგრამ ნუ ამ დაშვებას ჩვენ ხა ბუნებრივად ვერ გავაკეთებთ. ესე იგი მეტია ქვეყანაში არის უკეთესი დამსაქმებელი და გამოდის რომ evolution-ი ამ ადამიანების შრომას ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მეტად აფასებს. და როგორ შეიძლება evolution-თან კონდეს პრეტენზია? შეიძლება კონდეს პრეტენზია მთავრობასთან, რომ ამ ქვეყანაში ზოგადად არის გარემო, რომ ბევრი კარგი დამსაქმებელი იყოს, მაგრამ აი როგორ შეიძლება evolution-თან კონდეს პრეტენზია? არ მოგწონს სამსახური და წადი ამ სამსახურიდან თუ უკეთესი გაქვს კაცო და თუ არ გაქვს უკეთესი და იცი რომ ამ შენ უნარებით, ამ შენ ცოდნით მეტი არავინ არ გადაგიხდის იმაზე მეც evolution-ი გიხდის. მაშინ ამ კომპანიასთან რა პრეტენზია უნდა კონდეს? ნუ გარდა იმისა, რომ ზოგადად შეიძლება ნებისმიერ ზაშულ ადამიანს კონდეს პრეტენზია დამსაქმებელთან, როგორც რაღაც კონტრაქტული ურთიერთობები გაქვს, ხო? შეიძლება მიხვიდე და მეტი ხელფასი მოსთხოვო რაღაც და აუგსნა, რომ შენ უფრო კვალიფიციური გახდი, უფრო მეტი იმსახურებ და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეს უკვე კონკრეტული ადამიანების მოლაპარაკებების საკითხია, მაგრამ პრინციპის დონეზე თქვა, რომ evolution-ი ცუდია, იმიტომ რომ შრომის ბაზარზე საუკეთესო პირობებს თავაზობს თავისი დასაქმებულებისთვის, ნუ რავი, ცოტა ალუვიკური გამოდის, ხო? აბა მაგოთ დავით მაგაზე კიდე რა საინტერესო იდეას მოგვასწრით. სად არის გადახდა? საქართველოში ყველა ბიზნესი რბოლას გავს მაგალითისთვის. სამშენებლო კომპანია სტანდარტულად $160 უჯდება ბინის აშენება. და ამოციმოდ ყიდიან $1200, ანუ მაქსიმალურ მარჟაზე მიდიან ყველა სეგმენტში. საშინელებო. მერე რატომ გონია ხოლმე სოციალისტებს კიდე რო გონია რომ მოგიბა ბოროტება, ეს ხო ცალკე ფენომენია. აი ისევ და ისევ აი ყველა კომენტარში სოციალისტი რაღაცებს რო წერს, რაც უფრო მეც წერს ან ლაპარაკობს, მით უფრო მეც ავლენს რომ არაფერი არ ესმის სამყაროზე რა და ამიტომ გონია რომ მოგება ცუდია და კომპანია დიდ მოგებას თუ იღებს ცუდია. და ასევე გონია რომ თუ დიდ მოგებას იღებს, მას უფლება უჩნდება, მას ფული წაართვას და ვიღაცას მისცეს. და საერთოდ როგორც წესი ვერც კი ხვდება ხოლმე მიზექშედეგობრივ კავშირში. მაგალითად შეიძლება დაინახოს რომ საბანკო სისტემა რაღაც როად იქცევა, მაგრამ ვერც კი ხვდება რომ ეროვნული ბანკი ამაში დამნაშავე და ეროვნულ ბანკს ხოლმე სთხოვს სოციალისტი რომ ბანკები დაარეგულირებო და ასე შემდეგ. ამიტომ აი რა გითხრა დათო, აი კიდე რამე კომენტარი თუ აქვს დაწერილი, დაწუნებული ვარ რაღაც კიდევ ასეთი ამბავი იქნება. სანდრო, ისე მაგარი ლიბერტარიანელი ხარ თქვენ ადამიანო შევწყება მოგაყენა დაბლოკე, უკვე უღალატე ლიბერტარიანობას. რატო უღალატე? კონტენტ მითხარი აბა, რომელი ლიბერტარიანიზმი მავალდებულებს რომ ვიღაც გიჟ უზდელ ტიპი არ დაბლოკო ჩემი YouTube-ის ჩატში. ერთი რამე პრინციპი ამიხსენია ასეთი, თორე როგორც აი სოციალისტებს არ აქვთ ხოლმე კარგი ურთიერთობა ეკონომიკასთან, ისე ადამიანებმა რომელს ლიბერტარიანიზმი არ იცის რა არის, აქვთ რაღაც უცნაური წარმოდგენები ლიბერტარიანიზმის. რაღაც მე ვაგი თქვენი აზრით მე მაქვს უფლება ვალდებულება ვიღაც იდიოტებს უსმინო? ვაფშე არ მაქვს ამის უფლება ვალდებულება არანაირი. ოღონდ არ მითხარ რომ ეს რაღაც შორს წავიდე. სანდრო, შენი აზრით თუ არსებობს ექსპლუატაციის შემთხვევები, თუნდაც საქართველოში და როგორ შეიძლება მაგის პრევენცია? ექსპლუატაციის მე მარტო ფიზიკური ექსპლუატაცია ვიცი, ანუ ადამიანს ფიზიკურად რო აიძულებ რამე გააკეთო. აი ეს შემთხვევები, ნუ ალბათ არსებობს. არ მგონია რომ ძალიან გავრცელებული იყოს, მაგრამ ნუ ხა თქვა რომ არსებობსო, როგორ უნდა დავამტკიცო ეს. დარწმუნებული ვარ, ვიღაც ხალხს შეიძლება ფიზიკურად აიძულებდნენ რაღაც აკეთო. თორე თუ ექსპლუატაციის იქეთ გულისხმება ფიზიკური, არაფიზიკური ექსპლუატაცია, რომ ამბობენ რომ კაპიტალისტები ექსპლუატაციას უწევენ შრომელ კლასს. ეს სისულელეა უბრალოდ. აი უბრალოდ იმდენად აუწერელი სისულელეა, რომ მე არ მესმის, აი ისევ და ისევ დავალთ იქამდე, რომ სოციალისტები ცუდად არიან რეალობასთან, ლოგიკასთან. არ ყველა ისე და სიტყვების დონეზე არასწორია, ექსპლუატაცია, შინა განმარტებები რო ჩავწეროთ სიტყვების არ გამოვა. ამიტომ თუ დამიზუსტებ კითხრაში მდგომარეობს, რავი, ან ერთი პასუხი იქნება, ან მეორე.
აა სანდრო მე რომ ვიყავი მოსული დამავიწყდა Reddit-ზე მეთქვა. პიქსე არ ვიცი ვიხარ უბრალოდ, მაგრამ ხო რა ვიკეთქვა. აა შეიძლება. Reddit მნიშვნელოვანი კონტრპროპაგანდა გჭირდება. გავიგებ, გავისა ვიღაცა ყვებოდა, არ ვიცი პიქსა შენ იყავი თუ არა, რომ ის Reddit-ზე ვიღაც აქტივისტა NGO-შნიკები თუ ნაცები თუ ვიღაცები არიან და გლანძღავენო და რაღაცაო და მარტივად დავიჯერებდნენ რაღაც პატარა community შეიძლება იყოს ძალიან სპეციფიკური ბაბლით შევსებული. კარგი მადლობა. მეც ეს დღეებია დავიწყე გარკვევა Reddit-ში მხოლოდ იმიტომ, რომ გონი არის სივრცეები, სადაც შეიძლება აზრები გაცვალონ ცივილურად. ხო, რა ვნახოთ. გამოჭრათ ბევრი ლარი რა სიტყვით. ქოცები ჭრიან და ჭრიან. ლარს ცოტა ბავშვურია მოსაზრება, მაგრამ როდესაც პრეტენზია გვაქვს ადამიანის ფასეულობებზე, ყველა უნდა იცხროს ადამიანურად და შექმნას კაპიტალი. ანუ დავაზობრო ფული დავბეჭდოთ, ამიტომ გამდიდრდებით. გენიალური იყო. სხვადასხვა გერმანიაში თურმე არასრულ წონებისთვის არ შეიძლება 11-ის მერე მუშაობა და ესპანეთის 16 წლის წევრი ყავს ნაკრებში და თამაშის გამო 30k უნდა გადაიხადონ ჯარიმა. კი, გავიგეთ, მაგარი სიგიჟეა. გერმანიაში რო ვიყავით, იქ ჩვენი მხარჯერები გვიყვებოდნენ გერმანიის ბიუროკრატიას და სრული ჯოჯოხეთი აქვს. ანუ ჩვენთან უბრალოდ 64-ია რაღაც, აი დოკუმენტების და რაც გაფორმებაში და ბიუროკრატიასთან ურთიერთობაში ჩვენც რაც ხდება, უბრალოდ 64 იმასთან შედარებით რაც ხდება გერმანიაში. ხო და ნუ არ ვიცი, ისეთი ისტორიებია, რომელიც რთულად წარმოიდგინოს შეიძლება საერთოდ არსებობდეს. ამიტომ კი ესე ძალიან სასაცილოა, რომ ფეხბურთელს ნაკრები ჩემპიონატს აწყობენ და ნაკრების ფეხბურთელს საღამოს თამაში არ შეუძლია. 5000 მაგრამ 5000 ვთქვა თო რო იძახით. ეგ ძალიან ცუდი მაგალითია. ეგ იგივეა თქვა x კვადრატის წარმოებული დადებითი x-ებისთვის დადებითი ლოგიკა იგივეა და უარყოფითი დადებითი უნდა იყოს. ვერაფერ გავიგე ანქავე რაშვაში x კვადრატი და დადებითი და უბრალოდ რაშვაში. აბა დაიწყოს გინება თავისი არხიდან რაშვაში. ვინ უნდა დაიწყოს გინება თავისი არხიდან? მე ვარ გეი და ამავდროულად ლიბერტარიანელი. პრეტუკი გეი და მაგას ვიძახი. რა? კონტენტ, აი რაღაც რა გაწუხებს ვაფშე ვერ გავიგე. ამავდროულად ლიბერტარიანელი რაშვაში. ხარ გეი და იყავი გეი, მე რაშვაში ვარ. მე ვიყავი Reddit-ზე, ოკეი, გავიგე, საქართველოსთან შრომისმორი ადამიანები გადინების საზღვარგარეთ რას ფიქრობთ? თქვენი პრობლემა თუ რახან იქიდან იგზავნება ფული, რომელსაც აქ ვერ გააკეთებენ, კარგია. ნუ ეხლა ზოგადად ადამიანს ვერ აუგზავნა უკეთეს ქვეყანაში წავიდეს, ეს სწორი რა გასაგები და გავრცელებული ტაქტიკაა. მეორე საკითხია, რომ ჩვენ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შრომისმორიანი ადამიანები აქ მუშაობდნენ. ხო და ეს არის საკითხი, ჩვენ უნდა ავაწყოთ წესრიგის, რომელიც ჩვენთვის იქნება მომხიბვლელი, ჩვენი ემიგრანტებისთვის იქნება მომხიბვლელი და საბოლოო ჯამში უცხოელებისთვის იქნება მომხიბვლელი მაშინ და პირიქით აქეთ წამოვა ხალხი. ეგ არის და ეგ ანუ ზოგადი პასუხი არსებობს, ანუ შეიძლება ცალკეული ადამიანის რომელიც ქვეყნის საზღვრები დატოვა იმას შეიძლება უამრავი სხვა მოტივი ქონდა, შეიძლება საერთოდ პირადი მოტივებიც წავიდა, რა ვიცი, ცოლი იპოვა გერმანელი და ამიტომ ცხოვრობს გერმანიაში, მაგრამ უმეტესწილად მიგრაცია იმიტომ ხდება, რომ ხალხს არ მოსწონს ჩვენი არსებული წესრიგი და აქედან გამომდინარე ჩვენი წესრიგი გამოჯობესოთ, საკუთრების უფლება დავიცვათ, პრივატიზაცია გავაკეთოთ, რომ ხალხი გამდიდრდეს, სასამართლო გავმართოთ და საბოლოო ჯამში ხალხის დაგვიბრუნდება. გერმანიაზე რო საუბრობთ ჯოჯოხეთი აქვს ბიუროკრატიაში, ამასობაში მთელი ქვეყანა ფაქტობრივად კერო საკუთრებაშია, ნუ მთელი ქვეყანა დიდი ნაწილი და ზოგადად საკუთრება დაანწლებულია, დაცულია ეს საკუთრება და სასამართლო მუშაობს. და აი ეს რომ გაკეთებულია ამ ქვეყანაში და ზოგადად არა მარტო გერმანიაში და ზოგადად დასავლეთში ეს ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ დოზით და შემდეგ, მაგრამ აი სულ სხვა დონეზე არიან ჩვენთან შედარებით, იმიტომაც ის ნიტანენ ამ ჯოჯოხეთურ ბიუროკრატიულ წესებს, სხვა გიჟურ რეგულაციებს და შემდეგ. იმიტომ რომ საკუთრება და სასამართლო იმდენად ფუნდამენტურია საზოგადოებისთვის, რომ ძალიან დიდ ბიზნესს აძლევს განვითარებისთვის. და მე ეს განვითარების საზოგადოების ხელება სხვა უცნაურ რაღაც წესებს იგონებდეს. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ არ გვაქვს საკუთრება და სასამართლო
და ამიტომ რანაირი კარგი წესრიგიც არ უნდა გქონდეს იუსტიციის სახში, ეს ჩვენ ქვეყანას პრინციპულად არ გაამდიდრებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგულისხმება თუნდაც ის პირობებში დასაქმებულის მუშაობა, რომელიც მათი სიცოცხლისთვის საზიანოა, თუმცა ამაზე არ აქვთ ინფორმაციას დასაქმებულებს. რავი, ეს როგორ შეიძლება ექსპლუატაცია იყოს, რავი, ცუდი სამუშაო გარემო რა. კითხვა ხომ ამაში მდგომარეობს. რას ფიქრობთ, რომ ზოგს კომპანიაში არის ცუდი სამუშაო გარემო? ოკეი, რავი, ცუდი ალბათ. რა უნდა იფიქრო ამაზე? კარს ხო ვერტყვი, რომ კარგი არისო. უნდა გამდიდრდეთ. უკეთესი გარემო შექმნათ ბიზნესისთვის, რომ ბიზნესი უფრო წარმატებული იყოს. როცა ადამიანი მდიდარი ხდება, მას უფრო მეტი პრეტენზია უჩნდება საკუთარი ცხოვრება დაიცვას, ნაკლები რისკი აიღოს, უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვროს და ის თავის დასაქმებელსაც მეც მოსთხოვს. თავის პროფესიას ისე შეცვლის თუ განავითარებს, რომ უფრო უსაფრთხო იყოს მისი საქმიანობა და ასე შემდეგ. მაგრამ რა ვიცი, ღარიბ ქვეყანაში რომ არის სამუშაო ადგილები, სადაც მუშაობის გარემო ცუდია ან საშიშია მაგალითად ცხოვრებისთვის, ძალიან ცხადია, მაღაროში ჩვენთან ხალხი იღუპება, ჩინეთში საერთოდ რა ვიცი, ასობით ადამიანი იღუპება, მაგრამ მაღარო, სადღაც რა ვიცი, თუ შემორჩა ინგლისში რამე მაღარო, დარწმუნებული ვარ, იქ ბევრად უფრო მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ რა ვიცი, მაღაროს მფლობელი უბრალოდ რაღაცნაირი სპეციფიკური ადამიანია და ანგელოზია, უბრალოდ მაღაროელი არის მდიდარი და ამიტომ ის თავის ცხოვრებაზე ზრუნავს და თუ ის საინახავს უსაფრთხოების სტანდარტები არის დაცული, რომელიც მისთვის არის საჭირო, ის უნდა არ შევა მაღაროში. და იპოვის სხვა სამსახურს. ხო და რამე ღატა ქვეყანაში თუნდაც ჩვენთან როცა მაღაროს არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია სხვაგან წავიდეს, ის ძულებულია ცუდ პირობებზეც დათანხმდეს. ხო და საბოლოოში ყველაფერი დადის იმაზე, მდიდრები ვარ თუ არა, მაგრამ ეს ექსპლუატაცია რა შუაშია? სიტყვა ექსპლუატაცია არასწორია. ექსპლუატაცია ნიშნავს, რომ ადამიანს არ უნდა და მე ვაიძულებ და როგორ შეიძლება კომპანიამ ვინმე აიძულოს? ეს ხო დასული ადამიანების ნებაყოფლობითი ურთიერთობებია. ბიზნესი ამას ნიშნავს. ზოგადად საბაზრო ეკონომიკა ამას ნიშნავს. საბაზრო ეკონომიკაში საერთოდ ადგილი არ აქვს არანებაყოფლობით ქცევას. ყველა არანებაყოფლობითი ქცევა დასჯადი უნდა იყოს, ხო, ნორმალურ საზოგადოებაში. ამიტომ ექსპლუატაციას დაარქვა იმას, რაც დასული ადამიანი ნებაყოფლობით თანხმდებიან, უბრალოდ, რა ვიცი, სიტყვების მიმართ უპატივცემლობაა. კარგი, მაშინ რატომ უნდა ჯდებოდეს ცხოვრება საქართველოში 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი ვიდრე პოლონეთში? რატომ იქ არ ფიქრობენ დიდ მოგებაზე და მაქსიმალურ მარჟაზე ბიზნეს წარმომადგენლები? თუ ჩვენ კრეტიულები რა ვიცი, რა შუაშია პოლონეთი, რას არ ფიქრობენ? დათო ხო და პრობლემა ამაშია დათო, რაღაცნაირად სულიად დეფორმირებული წარმოდგენები გაქვს სამყაროზე, რომელიც შენ ამ დეფორმირებულ წარმოდგენებს წამიგდე რაღაც ობიექტი რო იყოს რა, დეფორმირებული და გინდა ეს დეფორმირებული ობიექტი სადაც ჩააკვეხო და არ შედის, ხვდები, არ გამოდის. ეს მთელი შენ წარმოდგენები იმდენად ცდარია, რომ უბრალოდ რაღაც საბაზისო წარმოდგენები, საბაზისო ცნებებიდან უნდა დაიწყო სწავლა. გაიგო რა არის, რა ვიცი, როგორ იქცევა ადამიანი, გაიგო რა არის ალტერნატიული დანახარჯები, გაიგო რა არის მოთხოვნა, მიწოდება, ბიზნესი რა არის, ფასი რა არის, მოგება რას ნიშნავს, როგორ შეიძლება მოგებისთვის სწრაფო იყოს ცუდი. პირიქით, ყველაზე კეთილი მიზანია მაქსიმალური მოგებისკენ სწრაფვა. რაც უფრო დიდია მოგება, მით უკეთესი. ბედნიერება იქნება, რომ ყველა ადამიანი მიისწრაფებოდეს მაღალი მოგებისთვის. მაგრამ შენ კიდე გონია, რომ მოგება ცუდია. ხო ხდები, რამდენად სხვა პოლუსზე იმყოფები. ამიტომ შენ გინდა, რომ შენ დეფორმირებულ სამყაროში რაღაც ისეთი გენიალური გითხრა, რომ თლიანად გაგინათდეს და შენი სული გადარჩეს და მე არ ვიცი, არ ვარ ის ადამიანის სულის გადარჩენით ვარ დაკავებული. მე შემიძლია გითხრა, რომ შენი სამყაროს წარმოდგენა სრულიად დეფორმირებულია და არაფერშუაში არის რეალურ სამყაროსთან, მაგრამ ამისთვის რომ ეს რო გაიგო, შენ ნაბიჯ, ჯერ უნდა დაუშვა რომ მე მართალი ვარ. შეიძლება არ დამეთანხმა ამაში, მაგრამ დაუშვი მაინც რომ მართალი ვარ და დაიწყე უბრალოდ უნდა ისწავლო. სოციალიზმი ხო გაუნათლებლობას ნიშნავს შინაარსობრივად. ხო და უნდა ისწავლო რაღაცები უნდა გაიგო რა მოგება რა არის? რა არის ეკონომიკური შინაარსი მოგების? ხო და შეიძლება ოდესმე დაელოდო მაგალითად მეც ადათუიან მოყვები ამაზე რამე მეკნება ლაივი, მაგრამ ზოგადად ამაზე ჩემამდეც ბევრია დაწერილი შვენიერი სხვა წიგნების. რომ წაიგითხავ რა არის მოგება და რომ მიხვდები რომ მოგება სიკეთეა. მე ამას არ დაწერ. მე ამიტომ გაგიჩნდება სხვა აზრი. მე რა ეტაკიან პოლონეთს, რა როდის შემდეგ პოლონეთი გახდა ეს სამაგალითო ქვეყანა არ ვიცი, მაგრამ
მე ფაქტობრივ მასალას გადაამოწმებ. აი მაგალითად რო ამბობ რომ პოლონელები არ ფიქრობენ მოგებას და ჩვენ ვფიქრობთ. ეს უბრალოდ ფაქტობრივად არასწორია. ამის გადამოწმება რო დაიწყო, მივხვდები რომ უბრალოდ თეორიულად შეუძლებელია დაამტკიცო ის რაც შენ ამბობ რომ პოლონელი ბიზნესმენი ზის და ფიქრობს რომ არ მინდა მე მოგება, მოდი ახლა მე მოგებაზე არ ვიზრუნავ. ასეთი რაღაც უბრალოდ შეუძლებელია რომ ხდებოდეს მასობრივად ეს ერთი და მეორე ვერც კი დაამტკიცებ რომ ასეა. და ასე შემდეგ ასე მთელი ყველა შენი წინადადება პრინციპის დონეზე არასწორია. ხო და ამიტომ მე არ ვარ ჯადოქაი რომ ეხლა რაღაცნაირად შენ რაღაც გითხრა რაღაც ესეთი სიტყვათა ერთობლიობა და გაგინათდეს და გადაგარჩინო. არ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ასეთი უნარები არ გამაჩნია. მე უბრალოდ ვიცი რომ იმისთვის რომ ამ სოციალისტური შხამისგან გაათავისუფლოთ თქვენი ტვინი, ამისთვის არსებობს ბევრი კარგი წიგნი. ანუ ჰაიკის კონსტიტუცია, მიზეზის სოციალიზმი, რა ვიცი, ჰაზლიტის ეკონომიკა ერთ გაკვეთილში, თვალს 10 გაკვეთილში და ასე შემდეგ. რა ვიცი, ვოლტერ ბლოკის დაცვა ვერდასაცავისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რაღაც არის ადამიანმა მოიგონა ანტიდოტი სოციალიზმის შხამის წინააღმდეგ და თუ მოგინდება ამის გაგიბო, აი ამაზე უნდა დახარჯო დრო. დაწუნებული ვარ რამდენიმე წელიწადში უბრალოდ შეგსხვება კიდეს იმ რაღაცების, რაც ჩვენ ამბობთ. რამდენი კითხვა დაგრო მე მგონა ვამთავრებდი. აჰა. რა ვერ გაიგე კაცო, რაღაც დებულება 500 ლარისთვის რომ სამართლიანია, არა აუცილებელი 500 ლარისთვის სამართლიანი. არ გადამრიო. რის რატომ და რიცხვები შეიძლება რატომ არ არის? რამე 500 ლარში, რამე საკრალური შინაარსია და 5000-ში არის, პრინციპია. ეკონომიკური პრინციპი არ იცვლება, იმიტომ რომ ნომინალური მაჩვენებლები იცვლება. ასე არის საწყობილი სამყარო. რა ვიცი, უბრალოდ რა შაშია მართლა. მაგრამ აბა რა განსაკუთრებული პრინციპი იცვლება 500 ლარიანი მიმავალ ხელფასზე და 500 ლარიანზე. 500 ლარიანზე დაკარგავს სამუშაო ადგილს ის, ვისაც 500 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს. 500 ლარიანს მინიმალურ ხელფასზე დაკარგავს სამსახურს ის, ვის 500 ლარზე ნაკლები ხელფასი იქნება. 500 ლარიანი მინიმალური ხელფასი გამოიწვევს ბევრად უფრო დიდ ძიმე პრობლემებს, ვიდრე 500 ლარიანი, მაგრამ პრინციპი თუ რატომ გამოიწვევს პრობლემებს, ერთი და იგივეა, რა თქმა უნდა, ის მუშაობს 500 ლარზეც და 500-ზე. ეს დაახლოებით იგივეა, რომ თქვა, რომ ფიზიკის კანონები მუშაობს, რა ვიცი, ორშაბათობით და სამშაბათობით არ მუშაობს. ან ფიზიკის კანონები მუშაობს მხოლოდ იმ იმ ადამიანების ქცევაზე, ვისაც 500 ლარიანი ხელფასი აქვს და არ მუშაობს 500 ლარიანი ხელფასი. აი, უბრალოდ რა შვაშია. პრინციპია და ეკონომიკური პრინციპები არ იცვლება, იმიტომ რომ რიცხვი შეიცვალა. მინიმუმ ხელფასი აბსოლუტურად არ ვემხრობი, უბრალოდ კრიტიკულად მინდა დავინახო ეს საკითხი და დავწუნე რომ მართლა არ უჭერ მაგ ამბავს ხარს. ოკეი. ერთქერციან ქორწინებაზე რა აზრის ხარ? კონტენტი, ესე იგი, შენ ხარ გეი, რომელსაც გაინტერესებს ერთქორწინების ქორწინება, რა ვიცი. მე წინაზე მოვყევია სხვათა შორის, ერთ წინაზე ლაივზე დეტალად ვისაუბრე და თუ გაინტერესებს ნახე, მაგრამ ზოგადად მე მივიჩნევ, რომ ქორწინება არ არის მთავრობის საქმე და მთავრობა არ უნდა ერეოდეს, არ უნდა იძლეოდეს ნებართვას, ვინ დააქორწინოს და ვინ არა. ეს არის რელიგიური აქტი და ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს, ასე რომ შენ თუ გინდა რომ შენ გეი პარტნიორთან კონდეს ოჯახი, ალბათ უნდა მიმართო, ჩემი გამოსახით უნდა მიმართო ეკლესიას და სწხოვო ნებართვა, რაც ეჭვი მაქვს რომ უარს გეტყვიან. ცოტა იმაზეც ვიღადაოთ, რა დღეს პროკურორის კანდიდატმა იაგოს დაგიჭერდა კითხეს, ძალიან სასაცილო იყო ეს პროკურორების გასაუბრება, მაგრამ ნუ რას იზამ. ეს საინტერესოა, რომ გენერალური პროკურორის არჩევა არის და არც ერთ სერიოზულ ტიპს არ უნდა კანდიდატის დაყენება, იმიტომ რომ ყველა მის რომ ერთი კანდიდატი იქნება, არის მოქმედი მოადგილე, რომელსაც აერჩევენ სავარაუდოდ. და ყველა მიცის რომ ერთი კანდიდატი იქნება და ამიტომ აზრი არ აქვს საკუთრივ კანდიდატის დაყენება, თუ ეს რომ მართლა არჩევნები იყოს. ხო, ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდებოდა სრული ასეთი თანამდებობა და იქოს კონკურენცია იქნებოდა. ამიტომ თავიდან ბოლომდე ფიქცია ეს ყველაფერი და უბრალოდ ეს იაგოს კითხვები და ამ რაღაც უცნაური ხალხის პასუხები კარგად აჩენს, რომ ეს მთელი არჩევნების პროცესი ფიქცია. ჯანდაცვის სისტემა რატომ გვაქვს ასეთი ცუდი?
აი გამოჩი კიდე თორნიკე მეც მაგიტომ უსმენს ანდროს რომ დარწმუნდა რომ მარას მთავაზობს რა კარგია რა მაზოხისტი ხარ გიორგი თუ მარას გთავაზობ რატომ ისმენ ჯანდაცვის სისტემა რატომ გვაქვს ასეთ ცუდი ეს ძალიან რთული საკითხია რომ ერთდროულად გიპასუხო მაგრამ მარტივად რო გითხრა იმიტომ რომ ხალხს გონია რომ ჯანდაცვის სისტემას უნდა მართავდეს მთავრობა და მთავრობა მართავს და აი კი გვაქვს რაც გვაქვს მაგრამ ეს ცალკე ალბათ ლაივის საკითხია და თან ძალიან რთული ამ თარობის პირობებში საპესიო მე უკვე ნელ-ნელა დავამთავრო მეგობრებო ერთი 10 წუთიც და დავასრულებ. ამ თარობის პირობებში საპესიო ფონდის გაუქმება შესაძლებლობას ხედავთ? ამ თარობის არა. იმიტომ რომ ამ თარობას უნდა ამ ფონდით გაგძარცვოთ. მოყოლი მაქვს საპესიო ფონდი ცალკე ლავები მაქვს გაკეთებული, მაგრამ თუ სწორ არჩევანს გააკეთებს 26-ში, რა თქმა უნდა შესაძლებელია. საკუთრებას გამახსენდა მიწის ნაკვეთს არ მიგისტრებენ მათ შორის სასამართლო გაწყვეტილები და როგორ მოვიქცე? აი დათო რა შეჭირება მიწის ნაკვეთი პატიოსან სოციალისტ არ ჭირდება საკუთრება. შენაგლაზე შენ თუ პატიოსანი სოციალისტი ხარ, უარს ვიტყოდი კერძო საკუთრებაზე და თავრობას ვაჩუქებდი შენ მიწის ნაკვეთს, იმიტომ რომ თავრობა უკვე ზრუნავს ადამიანებზე, ვიდრე ეს გაყვნილი კაპიტალისტები, ანუ შენ ხო კაპიტალისტი გამოხვალ რომ მიწას დაისაკუთრებ და მე რომ მოგინდეს მოგების მიღება მე საწახვალ, ვახოს სტრიმის ვიდეოს დადებთ არხზე მე რომ ვუყურო თავიდან არ ვიცი რომელ ვახოს ეკითხები მაგრამ გადავცემ ვახოს რამე სტრიმი თუ ქონდა უი გადავხდი ისე ბოდიში სანდრო რავი სტრიმი ავტომატურად ჩემ სტრიმზე ამ სტრიმზე თუ მეკითხები ბუნებრივია ის ავტომატურად ინახება როგორ იქცევა ადამიანი სანდრო ეგ საბაზისთან ერთად ურთულესი კითხვაცაა და ნუ ცდილობ ისე წარმოაჩინო ვითომ პრიმიტული ამბავია ან ქავერ სულ ამიტომაც უნდა ისწავლო ეკონომიკა რომ ეს პრიმიტული ამბავია ეკონომისტები ფსიქოლოგები არიან და არ სწავლობენ მოტივებს იმისა ტვინში ხდება ეკონომისტი სხვანაირად უყურებს ამას და გარედან უყურებს ადამიანს და ზოგადი წესრიგი ადამიანის ქცევის ეკონომიკაში არის ძალიანაც მარტივად აღსაწერი და საკმაოდ გასაგებ პრინციპებს ექვემდებარება. უბრალოდ რაღაცები უნდა იცოდეთ. გიორგი რაღაც აღშფოთებულია. ისე ძალიან მიყვარს ხოლმე ეს აღშფოთებული სოციალისტები, რომელიც აღშფოთდებიან ხოლმე რაღაცაზე და არა წიგნი წაიგითხეთ უკეთესია. რამე იქნებ გეშველოთ. ახლა მორჩი სამსახურს და მინიმალური ხელფასი არაფერს ვაშია. მთავარია ცოდნა გამოცდილება და კომპეტენცია. ყალბუს საბუთებით მუშაობ გერმანიაში და მარტივად ჩანს ჩემ თავზე მინიმალური ხელფასი არაფერს ვაშია. მადლობა მიხეილ. ხო, არ ცხადია წესიერ კვალიფიციურ ადამიანს მინიმალური ხელფასი არაფერს ვაშია, არაფერში არ ჭირდება, არც კი მიუახლოვდება იმ რისკს, რომ მინიმალური ხელფასი მასზე აისახოს. ყველაზე ღარიბებისთვის ის იქნება ძალიან დიდი დატვირთვა. აქ რაღაცები ვერ გავიგი ერთმანეთს რაღაცაზე ეს მინიმალური ხელფასი მარტო საათობრივისთვის უნდა დავაწესოთ ვინც საქმეში იღებს ხელფასს რემონტში ან პროგრამირებაში მაგათ რა უშუალოდ ნუ ამ ლოგიკით ყველას უნდა დაუწესოთ იმიტომ პროგრამისტი ხარ როგორ შეიძლება იაფად მუშაობდეს საათობრივად ნუ ხა მინიმალური ხელფასის მომხრის კუთხით მინიმალური ხელფასი ყველაფერზე უნდა იყოს საათობრივზეც და გინდა რა საათობრივი საბოლოო ჯამში რაღაცნაირი ეს არის ანუ რას გეუბნები ბიჭო ვერ მიხვდი რეგისტრაცია რომ გავაკეთო ზაგში კონტენტ გავიგე მაგრამ რავი გეუბნები რომ არასტორია მეთქი მთავრობა რომ ზაგში აკეთებს რეგისტრაციას მეთქი და გასაუქმებელია მეთქი რომ მთავრობა არ გიწევდეს შენი გეი პარტნიორთან ქორწინების გაფორმებისთვის არ უნდა გიწევდეს იურისდიქციის სახლში მისვლა გაიგე ეს არის რელიგიური აქტი და ამიტომ უნდა მიხვიდე ეკლესიაში. ეგ არის რა და ჩემი პოზიცია ხო განს მე ხომ მეკითხები როგორ იქნება სწორია მე რომ მქონდეს ხელისუფლება მე საერთოდ გავაუქმებდი თავრობის ჩარევას ოჯახის შექმნაში და დაუტოვებდი ამას ეკლესიას. როგორც უნდა ისე გადაწყვეტონ. ჩემი საქმე საერთოდ არის, ჩემი პოლიტიკოსის საქმე არის, შენი ოჯახი დავარქვა თუ არ დავარქვა. ხო და რავი, კიდე როგორ აგიხსნა? სანდროსთვის რომ ჩავრთავ ლაივს ახსნი რაღაცა ჩიკარო.
როცა გაწყობს, უამრავი ფაქტორი არსებობს მოცემულ პრობლემაში და როცა არ გაწყობს, ის უცბად პრიმიტიული ხოლმე, ვითომაც არაფერი. კაროჩე რა, საქმეზე მაინც რამე დაწერე რა. კარგი. კითხვები ამოიწურა. დღეს რაღაც ესეთი განსაკუთრებული აქტივობა გქონდა ჩვენი მემარცხენე მეგობრების. იმედია რომელიღაც მათგანი ოდესმე მიხვდება რომ ტყუილში ცხოვრობს და გახდება გირჩის ამორჩეველი. ყველა დანარჩენ გირჩის ამორჩეველს დიდი მადლობა რომ ჩემთან იყავით. მადლობა კითხვებისთვის. იმედია მოგეწონათ პასუხები. მადლობა ლაიქებისთვის, იმიტომ რომ ამჯერადაც ბევრი ლაიქი დაგროვდა. 116 მთელი და შემდეგ შეხვედრამდე შემდეგ სამშაბათს. მომდის.